მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის ჩვენი მეორე ვიდეო მიმოხილვა. წინაზე შეგვერდით, რომ ჩვენ შემდგომ გადაცემაში გავაკეთებთ შეჯამებას, სადაც ვისაუბრებდით 2025 წლის მნიშვნელოვან პროცესებზე, დაკავშირებულს, რა თქმა უნდა, უკრაინის ომთან, მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ასე ვთქვათ, ჩვენს მოსაზრებებს შემოგთავაზებთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც განვითარდა ამ წლის განმავლობაში. გუშინ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა, მინდა რომ ამ თემით დავიწყო. ზელენსკისა და ტრამპს შორის მთელი დღის განმავლობაში და ბოლო ერთი კვირის მანძილზე ძალიან ესე ვთქვათ მაღალი ტემპერატურა იყო იმ მხრივ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ შესაძლოა შემდგარიყო შეთანხმება, სამშვიდობო შეთანხმება და უკრაინას შესაძლოა მიიღო გადაწყვეტილება ძალზე სენსიტიური გადაწყვეტილება იმ მხრივ, რომ დაეწყო ჯარების გაყვანაზე უკვე ოფიციალური შეთანხმების დადება რუსეთთან ტრამპის შუამდგომლობით დონბასიდან ჯარების გაყვანა მაქვს ხედველობაში. თუმცა დღევანდელი მოცემულობა არის იმგვარი, რომ იგივე სიტუაცია ესე ვთქვათ ფრონტზეც გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ჯარების გაყვანაზე უარია ზელენსკის მხრიდან, თუმცა თუ როგორი ფორმულირებით ითქვა ეს და როგორი იმსჯელეს ამ ყველაფრის შესახებ, მინდა რომ მნიშვნელოვანი ციტატები წაგიკითხოთ და შემდგომ შემოგთავაზებთ ჩემსა და ირაკლის ასე ვთქვათ ანალიზს და ამ ვიდეო მიმოხილვის ბოლოს მინდა რომ გთხოვოთ დაწეროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელსაც ჩვენ შეძლებს დაგვარად უპასუხებთ. მოკლედ გუშინ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაახლოებით 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. და ამის დასრულების შემდგომ ესეთი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. ტრამპის განცხადებებს მნიშვნელოვანს ჩემი აზრით არ უნდა უწოდოთ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთგვარი გადამღერება იყო პუტინის სურვილებისა და პუტინის ზრახვებს აჟღერებდა დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით, არ იყო საუბარი უკრაინის მხარდაჭერაზე, არ იყო საუბარი ევროპასთან ერთად რაღაცა ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომელიც გააძლიერებდა უკრაინის პოზიციას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე აი ამ მოლაპარაკებებში. ხო, ანუ მნიშვნელოვანი განცხადებები ჩემი აზრით იყო ზელენსკის მხრიდან. მივიღეთ ასე თუ ისე პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც აწუხებდა მთელ მსოფლიოს და გვაინტერესებს ამ თემით დაინტერესებულ პირებს, ხო? ამ განცხადებებიდან ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იწყება ესეთი ციტატით, რომელიც წარმოთქვა ზელენსკიმ პრეს-კონფერენციის დროს. 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეთანხმებულია 90%-ით. უსაფრთხოების გარანტიები კი შეთანხმებულია 100%-ით. ჩვენ ვისაუბრეთ რეფერენდუმზე, შეგვიძლია ეს გეგმისთვის გამოვიყენოთ, სამშვიდობო გეგმა აქვს ხედველობაში. რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტიდან არანაკლებ 60 დღის შემდეგ და უსაფრთხოების სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რაზეც რუსეთი ამჟამად თანახმა არ არის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ესეთი მარტივი დასკვნა გავაკეთოთ იმ მხრივ, რომ რუსეთი არ თანხმდება რეფერენდუმის ჩატარების უფლების მინიჭებას უკრაინისთვის, რადგან ცეცხლის შეწყვეტა მის ინტერესებში ან პუტინის ინტერესებში არ შედის. ის პირდაპირ ულტიმატუმს აყენებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ უბრალოდ რეფერენდუმის ფონზე ხალხის აზრი კი არ უნდა გაიგოს იმასთან დაკავშირებით დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანოს თუ არა. უბრალოდ პირდაპირ ითხოვს ესეთ ულტიმატუმს აყენებს რუსეთი, რომ ჯერ გაიყვანეთ ჯარები სრულად და ამის შემდგომ მოვილაპარაკოთ ამ ჯარების გაყვანის შემდგომ შექმნილ მოცემულობაზე. თუ როგორ დავამყაროთ სამშვიდობო შეთანხმება. ამაზე რა თქმა უნდა ზელენსკი არ არის თანახმა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის აზრი არის მნიშვნელოვანი ესეთი სენსიტიური გადაწყვეტილების მიღებაზე, მას ასევე აქვს ღრმა რწმენა იმისა, რომ მოსახლეობა იტყვის უარს, რომ უკრაინამ არ უნდა გაიყვანოს ჯარები დონბასიდან. შესაბამისად, ამას ძალიან კარგად ხვდებიან რუსეთშიც, რომ უკრაინელი მოსახლეობა კოლაბორანტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივად აფასებენ სიტუაციას და უარზე არიან 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტით რეფერენდუმის უფლების მინიჭებას უკრაინისთვის. იგივე შენ რას ფიქრობ ამაზე? ანუ რადგან რეფერენდუმზე რუსეთი არ არის თანახმა, შესაბამისად ცეცხლის შეწყვეტაც ვერ მოხდება ამ 60 დღის განმავლობაში. რეფერენდუმს და არჩევნებს ვადამდელს პირიქით თვითონ რუსეთი ითხოვს, მაგრამ მან თქო რა თემა არის, რომ
ეს რეფერენდუმი და არჩევნები ვერ ჩატარდება თუ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ცეცხლის შეწყვეტამდე ითხოვს ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, ანუ პრინციპული საკითხის გადაწყვეტას, რომელიც უდევს საფუძვლად თვითონ და ამ ომს, ანუ მისი ინტერპრეტაციით, ანუ რაღაცა ესეთ ფუნდამენტური პრობლემები ჰქონდა უსაფრთხოების და ამისთვის იძულებული იყო წამოეწყო ომი მას რუსულ ვერსიაში, ხო? და აი ამ ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებას ითხოვს, ანუ ერთ პაკეტად უნდა ყველაფრის გატანა, მათ შორის ანუ უკრაინული ჯარების დონბასიდან გაყვანა, რომელსაც ის ასე თქვათ ბრძოლით ვერ იღებს, მაგრამ იმუქრება და ტრამპიც ასე თქვათ მაგათ ერთხმათ ესე იგი პუტინთან შეთანხმებულად ამბობს, რომ ესე იგი დღეს თუ არ დათანხმდით ხვალ აუცილებლად მაინც ძალით წაიღებენ და ანუ ჯობია უმჯობესია უფრო ადრე დათანხმდეთ. და აი ეს ზეწოლა მიდის რა იმაზე რა ზელენსკიზე რომ ანუ დათანხმდეს დონბასიდან ჯარების გაყვანას და ზელენსკი თავის თავზე რა თქმა უნდა ამ პასუხისგებლობას არ იღებს და იძახის რომ მე უნდა ჩავატარო ქვეყნის მასშტაბით მათ შორის როგორც აი იმ რეგიონებში სადაც ბრძოლა მიმდინარეობს ასევე იმ მებრძოლებს შორის მობრძოლებსაც უნდა დავიკითხოთ რა თქმა უნდა და მათაც უნდა კონდეთ ნორმალურად მონაწილეობის მიღება რომლებიც ასე თქვათ ფრონტის ხაზზე არიან ვის თუ არა მათ მოეკითხებათ ქვეყნის ბედზე ასე თქვათ აზრი რომლებიც თავის სიცოცხლეს წირავენ იმისთვის რომ ქვეყანა დაიცვან და უცხოეთში მცხოვრები უკრაინელები და ასე შემდეგ ანუ ეს ლოჯისტიკურად და ყველანაირად არის ურთულესი პროცესი და ამას ჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და ნუ ერთგვარი როგორ გითხართ ისიც არის რომ აი აიძულონ რამენაირად პუტინმა ან ღია თუ არ ითქვას ცეცხლის შეწყვეტას და შესაბამისად მთელი ეს შეთანხმება და დილი ჩაშალოს და მაშინ ზელენსკის და ევროპელებს ექნებათ იმის საშუალება რომ დაუშვათ ტრამპს მოთხოვონ და მასკან რომ გააძლიეროს რუსეთზე ზეწოლა და გააძლიეროს ასე ვთქვათ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თემა გააქტიურონ ან არადა დათანხმდეს იმას რაზეც ნუ ახლა აი ყოველ შემთხვევაში ბოლო დრომდე პუტინი უარს ამბობდა გუშინ რაღაცა ისეთი მინიშნებები იყო თითქოს შეიძლება ამაზე წასულიყოს უბრალოდ აქ უნდა გვესმოდეს რომ ქვეშ ნაღმები რა არის რომ ეს რომც მოხდეს ანუ დაუშვათ რაღაცაზე შეთანხმდნენ დაუშვათ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა ნუ ჯერ ესეც ვადებზე იძახიან რომ 6 თვე არ ჭირდება მაგას 2 თვეც არ ჭირდება უფრო ნაკლებში უნდათ რომ ჩატიონ ასე ვთქვათ და თან იძახიან ეგეთ რაღაცას რომ ამასობაშიო ანუ ეს უნდა ჩატარდეს მათ შორის იმ უკრაინელები ეთნიკურად უკრაინელებში რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ანუ მათ უნდათ როგორ რაღაცა იცი რომ ყველა ვარიანტში ამ შედეგებს ხო თუ ეს არ იქნება რუსეთისთვის სასარგებლო დააყენებენ ეჭქვეში ამავე დროს ნუ თან ახლა პრობლემა რაშია რომ ამერიკა ფორმალურად ახლა კი შუამავალია მაგრამ ტრამპი უკვე აშკარად რუსეთის მხარეა ხო და შესაბამისად სავარაუდოდ ისიც იტყვის რომ იცი რა ხო რაღაცა პრობლემები იყო იქ და მთლად ისე ვერ ჩატარდა ანუ შეიძლება ვივარაუდოთ რომ მხარეაობას იმაში რომ აი არ შედგა ეს ისე სამართლიანად და ნუ მოკლედ რომ იმიტომ რომ ეხლაც უკვე მე ჩვენ სხვა პუნქტებზეც რომ გადავალთ იქ ვიტყვით ალბათ რომ ტრამპმა რამოდენიმეჯერ ხაზი გაუსვა რომ 91%-ს თუნდაც უკრაინის მოსახლეობის უნდა მშვიდობა და აქ ისე ამას ისე აცხადებს თითქოს ამ 91%-ს უნდა ნებისმიერი ტიპის მშვიდობა და ეგრე არ არის ანუ მშვიდობა რა თქმა უნდა ყველა ის მე მიგვირს რომ 100%-ს არ უნდაო რომ იძახეს იმიტომ რომ რამდენად ენდომება 100%-ს რომ სამართლიანი მშვიდობა და ძალიან დიდი სხვაობაა სამართლიანი მშვიდობასა და ჯერ ესეც ამ სამართლიანობის აღქმაში ანუ ის რომ ახლა ნებისმიერი მითი მათ შორის ისე რომ გაუქმდეს უკრაინის სახელმწიფოებრიობა და დაკარგოს მან სუვერენიტეტი და თავის ტერიტორიებზე კონტროლი ამაზე 91% კი არა შეიძლება 20%-იც არ არის თანახმა რა ანუ როგორი იმით შეხედავ როგორი ფორმით დასვამ გააჩნია შეკითხვას ახლა ისე ზოგადად რა თქმა უნდა ყველა მშვიდობის მომხრეა რომ 4 წელია ომობენ ამ ხელა მსხვერპლია 100,000-ობით მსხვერპლი არის უკრაინული მხრიდან და მილიონზე მეტი ასე თქვა რუსეთის მხრიდან რა თქმა უნდა ყველა გადაღლილია ამ ომით მაგრამ და ყველას უნდა მშვიდობა მაგრამ გააჩნია რა პირობებზე ხო ხო და შესაბამისად აი ანუ ეხლა ისეთ იმას ფორმულირებებს მთელი აი ჭიდილი დიპლომატიური რაზე მიდის რომ რაღაც ისეთი ფორმულირება დასვან რომ აიძულონ
პუტინმა დათმოს რაღაცა. აქამდე პრობლემა იმაშია თან რომ ეს შუამავალი, ეგრეთ წოდებული შუამავალი არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს რუსულ მხარეზე და მხოლოდ ერთი მიმართულებით, უკრაინის მიმართულებით იშварს ყოველთვის. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე აღინიშნოს ის რომ გუშინ სანამ ამ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა მოხდებოდა პუტინმა დაურეკა იმას ტრამპს და ესე ვთქვათ თავისი მოსაზრებები და თავისი შეხედულებები გააცნო. დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ ანუ როგორი სიტუაციაა იცი რომ რაღაცა მდგომარეობა მიდის პროგრესისკენ, თითქოს რაღაც უკრაინის გაძლიერებაზე უნდა იყოს საუბარი, უკრაინის მოლაპარაკების ბაზისის ესე ვთქვათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით დამატებითი რაღაცა გამაგრებები, მაგრამ აქეთ დაარეკავს პუტინი თავის სპეცწარმომადგენელს, ესე ვთქვათ, ტრამპს გადასცემს თავის მოსაზრებებს და შემდეგ უკვე ის აჟღერებს. პრაქტიკულად ინსტრუქტორს უტარებს ყველა მოლაპარაკების წინ. თითქმის იგივე ფუნქციას ასრულებს ტრამპი პუტინისთვის, რასაც ასრულებს პირობითად ვიტკოფი. ვიტკოფი ჩადის მოსკოვში და აქეთ რო ჩამოდის აჟღერებს იმას, რაც საერთოდ იდეაში გუშინდელი ვიზიტი ზელენსკის უნდა ყოფილიყო, აი რუბიომ რაც თქვა, რომ ენახად ბოლოს აი უკრაინა მაქსიმუმ რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და ამ ხრივ მე მგონი პოზიციები ნათელია უკრაინა ამბობს, რომ მე ამის მაქსიმუმი შენელია დავთმო. არის კიდე რაღაცეები, რაც პირადად მე იძახი ზელენსკი არ შემიძლია დავთმო, არც რადას არ აქვს ამის იურიდიული უფლება კონსტიტუციით, მაგრამ შეუძლია ხალხს და უფრო ასე ვთქვათ, მტკივნეულ დათმობაზე წავიდეს, ოღონდ ამ ხალხს უნდა უკითხოთ აზრი და უნდა უკითხოთ ნორმალურ ვითარებაში და არა წავიდეთ და ბომბების და რაკეტების ქვეშ. ხო, ხალხი უნდა წმენდეს საკუთარ ხო, ანუ ეს ერთგვარი კარგი გაგებით ეშმაკობაც არის, იმიტომ რომ ეს ხო გესმის, ანუ თავისი პოზიციას ამყარებს ასე. იცი, აქ ერთი რისკიც არის, ჩემი აზრით, წინაზეც მithქვამს ეს, რომ შენ არ გონია ეგეთი რაღაცა, რომ მესმის უკრაინელი ხალხი რადონის პატრიოტია, როგორი ბრძოლას აწარმოებენ, ამდენად ძიმე მოცემულობაში არიან უკვე 4 წელია და ავიზი ბომბებიან, ბირთვული იარაღის გარდა ყველაფერი დაარტყეს ხო უკრაინას და მოსახლეობას. მაგრამ გადაღლილები არიან ომისგან და არსებობს შენი აზრით ისეთი რისკი, რომ ომისგან გადაღლილმა საზოგადოებამ მე არ ვამბობ ლვოვზე, მე უფრო ვამბობ რომელ მოსახლეობაზე, იცი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იბომბება, გრადებით იქნება ეს თუ დრონები. მაგრამ ეს ხო ოდესელებზე, ხარკოველებზე, ცენტრალურ უკრაინაზე. ეს ხო რაღაცა შეიძლება რომ აი გადაღლილმა სფერიკული საარჩევნო სისტემასავით, რაღაც დიფერენციას სხვადასხვა ხმებს, სხვადასხვა შტატებში თემებს, სხვადასხვა წონა ხო არ აქვს. მანდ არის პირდაპირზე არ ვამბობ, მე ვამბობ. ანუ პირდაპირ გამოკითხვით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ შემთხვევაში უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს და მათ შორის უკრაინის დიასპორაში, რომელიც ომის 60%-ზე მეტია ყოველთვის. ხო, რომელიც ხო უჭერს მხარს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება არ არის, ომის გაგრძელებას უჭერს მხარს. ხო, შესაბამისად ეხლა რა ვიცი, სხვანაირი შედეგი მე მგონი ვერ დაждდება. უბრალოდ ეს არის, ხო, აქედან გამომდინარე, ზელენსკიმ თქვა ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც ეს ციტატაც მინდა წავიკითხო. აი პრესკონფერენციაზე როდესაც ტრიბუნასთან იდგა, ესეთი რაღაც განაცხადა ზელენსკიმ, რომ შედეგებთან ახლოს ვართ. ეს რთული საკითხია, მაგრამ ჩვენი პოზიცია ნათელია და აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამბობს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, ჩვენს ერს და იმ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ. ტრამპმა იცის ჩვენი აზრი. ჩვენი მოქალაქეების 85% მხარს უჭერს მშვიდობას, თუმცა ამავდროულად უკრაინელების 85% წინააღმდეგია დონბასიდან უკრაინის შერეღებული ძალების გაყვანას. ანუ აქ გაუმეორა ტრამპს ზელენსკიმ, ეს სხვა შორის თქვა ზელენსკიმ მას შემდეგ, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ 91% სურსო ომის დასრულებაო და ზელენსკიმ გაიმეორა ეგეთი რაღაც, რომ კი ომის დასრულება გსურს და ყველას უნდა, მაგრამ გვინდა ღირსეულად და აქ ანუ რეალურად ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ დონბასიდან ჯარების გაყვანა არის ისეთი საფრთხე შემდეგ უკრაინისთვის, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ გამაგრებულ ფორპოსტს რო დათმო პირობითად ყველაზე ძლიერ პოზიციებს, შემდგომ უკვე იქით უკანა მხარეს, რაღაც ხარკოვიდან დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ ტერს გაუმარტივდება წინსვლა. თუმცა ეს ცოტა სხვა თემის საგანია, მაგრამ ხო, ეს არის ძალიან მოკლედ ახლა მანდ როგორი თემებია, ხო? ესე იგი, დაუშვათ და თუნდაც აი არ იცოდეს წინასწარ, ასე ვთქვათ, ამ
რეფერენდუმის შედეგები ზელენსკიმ და მართლა 50-50-ზე იყოს, ან სხვანაირად უპასუხებს ერი. მას ჭირდება რა მანდატი, ხო? ეხლა მას აქვს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიიღო მანდატი, მაგრამ 24 წელს გავუვიდა, მაგრამ საომარი მდგომარეობის გამო ბუნებრივად გაგრძელდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ვერ ატარებს არ არის პირობები იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს და შესაბამისად ამის პროლონგაცია მოხდა. ეხლა რა ხდება? ამას ჭირდება, მაგრამ აი ესეთი გადაწყვეტილებისთვის მას ჭირდება სპეციალური მანდატი. ამას ან დაიდასტურებს, რომ ბრძოლას აგრძელებს, მათ შორის თუ საჭიროა ეს ასაკის თემა რო არის, ასაკის დაწევის თემაზე და რაღაცას მეტი ზურგი მიეცემა, იმიტომ რომ ხალხი უჭერს მხარს ომის გაგრძელებას და შესაბამისად უფრო იგივე მობილიზაციის და ასაკის დაწევის თემაშიც მეტი, ასე ვთქვათ, ზურგი ეძლევა, მეტი არგუმენტაცია ეძლევა, თუ გვინდა ომი, ესეც გასაკეთებელია, ხო? მეორეს მხრივ, თუ ეხა ხალხი იძახის, რომ დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია გამოვიფიტეთ და აღარა გვაქვს ომის გაგრძელების სურვილი და საშუალება და დავნებდეთ რუსებს, ყოველ შემთხვევაში ეს მისი პასუხისგებლობა აღარ იქნება, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება. ამას აკეთებს რეალურად რა. მე მგონია, რომ ახლა იცის რა განწყობები თulis, რომ იქნება დადებითი პასუხი, რომ აი ესეთ კაპიტულანტურ პირობებზე არ უნდა დათანხმდეს რუსეთის, ასე ვთქვათ, იმას, მაგრამ მეორეს მხრივ, ხო, მე რას ვიძახით, თეორიულად რომ დაუშვათ, რომ ეს შედგეს საერთოდ, ხო? რომ შედგეს იმისთვის ჯერ ხო ცეცხლი უნდა შეწდეს და ეს სხვა პირობები იქნება, მაგრამ რაზე ვიძახი, რომ შედგეს და ესა სავარაუდო დიდი ალბათობით რუსეთი ამას არ აღიარებს, იმიტომ რომ ხა რუსეთს თვითონ რუსეთს უნდა უკრაინის განადგურება. ხო, არა, რუსეთს რაზე ვიძახი, რუსეთი არ აღიარებს მათ შორის იმ რომელ წელს თქვი ზელენსკი რომელში აირჩიეს 2019-ში აირჩიეს. არც იმის ლეგიტიმურობას არ ცნობს. არც პოროშენკოს ლეგიტიმურობა, პრაქტიკულად ეგ მას არ მოწონს არც ერთი პრეზიდენტი. ხო, მას რომელიც დამკვიდრებჩის აღდგენა. ხო, იანუკოვიჩის გარდა არც ერთი პრეზიდენტი არ მოწონდა, იმიტომ რომ მას უბრალოდ მოწონს ისეთი, რომელიც მისი ყურმოჭრილი მონა არის და რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკას რუსეთისგან, კრემლისგან არ აწარმოებს და ხა ეგ ისეთი ყველა ვარიანტში ითქვის, რომ რაღაცა პრობლემები იყო და ეს არ შეესაბამება იმას, ეს წინასწარ უნდა შევეგუოთ და ვიცოდეს ეს აზრი, რომ ის ამას არ აღიარებს. უბრალოდ ეს მე რამდენად დამაჯერებელი იქნება მსოფლიოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის და რამდენად დაუჭერს ან არ დაუჭერს მე მხარს ამას ამერიკა ტრამპის სახით, ეგ არის, ცოტა ისეთი კითხვის ქვეშ გაურკვეველი ხარ. სხვა მხრივ ხა მან შეკითხვები არ არსებობს, რაც ჩემი აზრით ცალსახად იქნება, რომ ტერიტორიებს არ დათმობენ, მით უმეტეს დე იურე არ დათმობენ. აქ ახლა ისიც მინდა აუხსნა ჩვენ მას, რომ ბევრს არის მის ჯარის გაყვანა, არ არის იურიდიული დათმობა. იურიდიულზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, აქ არის უბრალოდ ტერიტორიების ზე კონტროლის, ასე ვთქვათ, დათმობაზე, დემილიტარიზებული ზონის შემოღებაზე და ეხლა კიდე ერთი თემა შემოაგდეს, ვითომ ეს რაღაცა სატყუ არასავით და რაღაცა რო აი აცთუნონ ამ იმითი, რომ აი იქ შევქმნით თეზის, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. ხო, მაგაზე გადავალთ და შემდეგზე ვისაუბროთ, უბრალოდ ახლა მინდა საერთოდ იცი ერთი ბოდიში და მამით ამოწურავ ამ თემას, ეს საიდან წამოვიდა, იცი, ვითკოფი რო ჩავიდა ვითკოფმა შესთავაზა ზელენსკის, როდესაც არა, თქვა რომ დიდი გარღვევა მოხდა, მოსკოვში რო ჩავიდა 2 თვის 3 თვის წინ იყო, სექტემბერი იყო, მგონი, ხო, რო ჩავიდა და რო თქვა რომ აი რუსეთი თანახმა, თქვას უარი ზაპოროჟიეზე და ხერსონზე და სანაცვლოდ უნდა და დონბასიდან ჯარის გაყვანა და ეს თქვენს კიევიდან რომ ეს საინტერესო წინადადებაა, რატო? იმიტომ რომ იქ მათ თავიდან ესე იყო აღქმული, რომ რუსები, უკრაინელები თუ გაიყვანდნენ ჯარს, ასე ვთქვათ, დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა, სანაცვლოდ რუსეთი დღეს ოკუპირებული ნაწილიდან, რომელსაც აკონტროლებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში, იქიდან გაიყვანდა დე ფაქტო ძალებს, იქიდან გაიყვან რეალურად, ტერიტორიებზე კონტროლის გაცვლა მოხდებოდა და უკრაინა აღიდგენდა იგივე მარიუპოლზე, მელიტოპოლზე, იმაზე რა ქვია, არმიანსკზე კონტროლს, გავიდოდა იმასთან რა ქვია, ყირიმზე, აიღებდა იგივე კირბურნის იმას რა ქვია, კონცს და ასე შემდეგ. ეს თუ მოხდებოდა, ეს შეიძლება
ანუ იურიდიულად არც ერთი გოჯი მიწის დავთმობის უფლება არ აქვს კონსტიტუციით, მაგრამ პრინციპში აი სუფთა სამხედრო თვალსაზრისითაც ეს გარკვეულად იცი რაღაცა ისეთი მაცтуრი წინადადება იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ამ წინადადების განხილვა რეალურად დაეწყოთ იმ თვალსაზრისით, რომ დონბასი ხო დაცული ვამბობთ, რომ აი ისეთი ფორპოსტია ერთგვარი, რომელიც აი აუღებელი ციხესიმაგრე დარჩენილია ეს სლავიანსკი კრამატორსკის აგლომერაცია, რომლის აღება რუსებს ძალიან ძვირი დაუჯდება, დიდ დროს მოანდომები და შეიძლება საერთოდაც ვერ შეძლო, ხო? და შესაბამისად, მაგას თუ აი ესეთ ძლიერად დაცულ ტერიტორიას და თავდაცვით ხაზს დათმობენ, მაგრამ სამაგიეროდ იმ ტერიტორიას აიღებდნენ, რომელიც მაგალითად იგივე დიდი კონჩეტების დროს 2023 წლის ცნობილი კონჩეტების დროს ვერ აიღეს, აი სუროვიკინის ხაზი ვერ გაიარეს, ვერ აიღეს ის ასე თქვა სახმელეთო დამაკავშირებელი ყირიმსა და რუსეთს შორის, ხო? აი ამას თუ გაწვლიდნენ, ეს რაღაცა საინტერესო წინადადება იყო, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ მაგაზე საერთოდ არ არის საუბარი. პუტინმა ხო, პუტინმა თქვა თეორიულად, აი უარი იმაზე, რასაც არ აკონტროლებს, ანუ ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც 2022 წელს გაანთავისუფლა უკრაინამ და ის რა ქვია, ზაპოროჟიეს იმ ნაწილზეც, რომელსაც დღეს რუსეთი ვერ აკონტროლებს ჯერ კიდევ, ხო? მართალია იქ დუტევს, მაგრამ ვერ აკონტროლებს. ანუ მე გაიგვა, რომ ეს არის სრული აბსურდში, ამიტომაც თორე აქედან დაიწყო საერთოდ ამ თემის განხილვა, თორე ზოგადად ეხა ტერიტორიების გაცვლაზე უკრაინას ეს ინიციატივა საერთოდ არ ქონია და ნუ პრინციპში იქამდე ვერც უბედავდნენ რა ამ თემაზე საუბარს, მაგრამ აი ამით შეაპარეს ეს თემა და მე დაიწყო განხილვა, რომ ახლა გაიყვანონ იქიდან ჯარები. მნიშვნელოვანი ასევე ითქვას ისიც, რომ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა ესეთი მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ასპექტს გაუსვა ხაზი იმ მხრივ, რომ თუ რუსეთი არ დაასრულებს ომს, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი და გუჯერაო, ასე გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა გააგრძელებსო უკრაინის მხარდაჭერას. Ну, ამ შემთხვევაში ამერიკის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერაში იგულისხმება პოვლის ინიციატივა, როდესაც ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის ყიდულობენ ამერიკული იარაღს და აწვდიან მათ. ანუ აქ შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც პეტრიოტის რაკეტები, ჰაიმარსის რაკეტები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც საჭირო ომის გასაგრძელებლად, ხო? აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ესეც, რომ შენარჩუნდეს, შესაძლოა ამას ვუწოდოთ ერთადერთი პოზიტიური ნიშა, რომელიც დღეს ტრამპს გააჩნია უკრაინის მიმართ, რომ ის ხელს არ უშლის საკუთარი ფინანსური ბენეფიტის სანაცვლოდ უკრაინის გაძლიერებას ევროპელი მოკავშირეების ფინანსური რესურსების ხარჯზე. მნიშვნელოვანია ასევე ითქვას ზელენსკის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები თვითონ განაცხადა, რომ 50 წლიანი უსაფრთხოების გარანტიებს ვითხოვთო და გვაქვს საუბარი და კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ ვადით უნდა მოგვენიჭოსო უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ეს ისეთი არ უნდა იყოს, როგორც პირობითად იყო ბუდაპეშტის მემორანდუმი, როდესაც უკრაინამ 1994 წლის შეთანხმებით ბრიტანეთთან და ამერიკელებთან და რუსებთან ერთად დაათმო ბირთვული იარაღი და არ უნდა იყოსო მინსკის შეთანხმება, რომელმაც გამოიწვია ეს სრულმასშტაბიანი ომი. და ამას უწოდებს ფურცელს და ეს არ არის შეთანხმება რეალურადო, ანუ აქედან გამომდინარე ითხოვს, რომ ახალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდესო მოკავშირეების ძალები და ეს მოკავშირეების ძალები იქნება მესიჯი რუსეთისთვის, რომ ეს ახალი ფორმატი იქნება უფრო ქმედითი. თუმცა აქ ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ თუ რეალურად მოკავშირეების ძალები არ დადგებიან ცენტრალურ უკრაინაში, პროფიტად კიევში, ან არ დადგებიან ფრონტის ხაზთან ახლოს დონბასთან, მათ დადგომას ლვოვთან, ივანო-ფრანკოვსკთან და საზღვართან ახლოს არანაირი რეალურად ქმედითი ფუნქცია არ გააჩნია იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დააპრევენცირებს მომავალ აგრესიას რუსების მხრიდან, ხო? ამიტომ აუცილებლად უნდა განისაზღვროს რაოდენობა ჯარების, უნდა განისაზღვროს ასევე ავიაცია მონაწილეობს თუ არა აი ამ პატრულირებაში და უკრაინის საომავლო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე ფლოტიც, რა თქმა უნდა, თუ ეს კომპონენტები ტექნიკური ნაწილის თვალსაზრისით არ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინისთვის, ახლა ლვოვში 1000 კაცი დადგება საზღვართან თუ 10000, რომელიც გააწოფნის პოტენციურად უკრაინის ჯარებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ეს ვერანაირ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოუტანს უკრაინას და აქედან გამომდინარე, ესეც ბუტაფორია მგონია,
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამბობენ, რომ აი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებიაო დღის ასრიაში. მან ორი ურთიერთგამომრიცხავი ის გავცელდა, აი ჯერ თქვა ზელენსკიმ, რომ 100% შეთანხმებულია ეს უსაფრთხოების გარანტიები, მერე თქვა, რომ მუშავდებაო. ანუ მან მაგან სავარაუდოდ მიიღო თანხმობა იმაზე, რომ ოკეი, სენატი და კონგრესი დაამტკიცებენ, ანუ მარტო პრეზიდენტის სიტყვაზე არ იქნება ეს. ხო, ანუ ეს გამყარდება სენატის და კონგრესის რატიფიცირებით და ნუ არ იქნება ტრამპის სიტყვაზე, რომელიც ნუ დღეში 10 ჯერ იცვლის იმას, ხო? და შესაბამისად ეს აი ამაზე ითქვა, თორე რეალურად ეხა იქ რა იქნება ჩაწერილი, ის ჯერ კიდე განსასაზღვრიაო, იმაზე მუშაობთო, რამოდენიმე ვარიანტიაო და რომელიღაცაზე შევთანხმდებითო, ნუ თუმცა ეგ არ არის ისეთი რაღაცა, რაზეც ვერ შევთანხმდებითო. ანუ იქვე თან ამერიკის მნიშვნელოვან მონაწილეობას უსვამდა ხალხს და ამის ლიდერობას ამ უსაფრთხოების თემის და მერე ტრამპმა თავის იმაში იქვე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თავარი ის იქნებაო ევროპელებზეო, ტვირთიო ამ უსაფრთხოებისო, მაგრამ ჩვენც დავეხმარებითო. ანუ ეს დახმარება ალბათ დაზვერვის გაგრძელებას გულისხმობს. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, რას გულისხმობს ხოლმე ტრამპი, ძალიან ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ლიდერობისგან თავი ეგრევე ჩაიხსნა რა და არადა იქ საჭიროა ამერიკის ლიდერობა. თან მეხუთე პუნქტის, ნუ სულ ამ დღეებში და ბოლო 1-2 თვის მანძილზე სუმუსირებს მეხუთე პუნქტის მსგავსი, მეხუთე ნატოს მეხუთე, ანუ ნატოს გაფართოებაზე და უკრაინის ნატოში მიღებაზე, იმიტომ არის წინააღმდეგი დღევანდელი, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაცია, რომ ეს გამოიწვევს ბირთვულ ესკალაციას რუსეთთან, ანუ აი ომის გაგრძელების შემთხვევაში, ან განახლების შემთხვევაში და ანუ რა განსხვავება არის თუ მეხუთე პუნქტის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ, ანუ და რუსეთმა დაუშვათ აიღო და მაინც განაახლა ეს აგრესია, აი რანაირად სხვა რამოცემულობა იქნება ისეთი, რომელიც არ იწვევს რუსეთთან აი ესკალაციას დაპირისპირების და შესაძლო ბირთვულ ომის საფრთხეს, აი ვერ ხვდები, მაგრამ ნუ რეალურად ლაპარაკია იმაზე, რომ ისეთი შეპირებაა რეალური მექანიზმების გარეშე. პრინციპში მან ერთადერთი აი მართლა ისეთი ხელშესახები მექანიზმი იქნებოდა კონკრეტული რაღაც ნომენკლატურა, სია და რაოდენობა შეიარაღების, მაგალითად პეტრიოტების ბატარეების, მაგალითად ატაკამსების, ან რაღაცა ისეთ შეიარაღების, რომელიც ნომენკლატურა აი სხვა ევროპულ ქვეყნებში და სხვა ისეთ ქვეყნებში არ იშოვება, სადაც უკრაინა შეუძლია ეს ფულზე შეიძინოს ევროპელების მიერ გამოყოფილ ფულზე, იგივე სადაზვერვო ინფორმაცია და რაღაცა რასაც ამერიკული სატელიტებიდან იღებენ, აი ამის გარანტირებული რაღაც პაკეტები თუ ჩაიდება, რომ ამას მისცემს უკრაინას ეს ყველაზე კარგი გარანტია იქნებოდა, იმიტომ რომ პოლიტიკური დაპირებები და აი რაღაცა თუნდაც ამერიკული ჯარის და რაღაცა ნუ ეს რო არაფრად აღარღის უკვე ტრამპის პირობებში ფაქტი არის. მე რა იქნება ღმერთმა უწყის, მაგრამ აი უახლოეს პერსპექტივაში დავუშვათ განახლების შემთხვევაში ანუ აი არაფერს ეგ უსაფრთხოების იმას აღარ სძენს რა. რაც შეეხება აი სურველთა კოალიციას და ევროპის ისა ხარუსებმა დორჯერ თქვეს, რომ მანდო ჩვენო მაგას საერთოდ არ დაუშვებთ ნატოს ქვეყნების კონტინგენტების განლაგებასო, თუნდაც იგივე ლვოვში და იქით დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ ნუ ეგ ელემენტი როგორ გითხრა, თან მე მიცით ჩემი პოზიცია, ბევრჯერ მithქვამს მათ შორის წინაზრდებზე, რომელიც დიდი ხნის წინ მქონდა ხოლმე ჩვენ ლაივები ჩართვა, რომ ეს იქ 100,000-იანი კონტინგენტი 150,000-იანი საჭირო საზღვარზე თუ განლაგდა და აი რეალურად სახმელეთო კომპონენტი თუ იქნა დაშორების დროს აი სამშვიდობო ძალების, რომლებიც უზრუნველყოფს იქ სტაბილურობას, მაგრამ ეგ არარეალურია, ეხა ბევრჯერ უკვე იმას ვქენით, რომ 20-25,000 ძლივს აგროვებენ, მაგრამ ეხა საერთოდ ლაპარაკია, რომ სახმელეთოს საერთოდ არ იქნება. ნუ იქნება ძალები, რომლებიც გაწვდნიან თვნასა და აღჭურვას დაეხმარებიან უკრაინულ ძალებს, იქნება რაღაც საზღვაო და საჰაერო კომპონენტი, რომელიც ჰაერს და ზღვას გააკონტროლებს, ანუ ზღვაზე მოძრაობას და პორტების უსაფრთხოებას და საჰაერო სივრცის უპირატესად უფრო დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას საჰაერო სივრცის. ეს თავისთავად ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ როგორ გითხრა, აი ძალიან არასაკმარისია და ეგეც მყიფია რა, მანდაც ჩნდება ის კითხვა, ბრძოლაში ჩართვის წესები როგორია და რა, აი მანდ რა ისინი ექნებათ, იმიტომ რომ
რუსი და ამერიკელი ავიაცია ერთმანეთს თუ დაუპირისპირდა, ნატოს ავიაცია კიდაც ჩაგრავს, მაგრამ რა ხდება თუ ეს ესკალაცია წასვლა ბირთვულისკენ. ხო, აი ამ დროს რა ხდება, ისინი მიდიან ამაზე თუ რაღაცა პროტოკოლები აქვს, რომ უბრალოდ ტოვებენ უკრაინის ტერიტორიას და ამ შემთხვევაში ისე უკრაინას ტოვებენ ერთ-ერთზე. ისე ამაზე ბევრი იმსჯელეს, ბევრი იმასხნეს და ისეთი სიტყვიერი არ არის, დეკლარირებული არ არის ღიად, მაგრამ ითქვა ბევრჯერ უკვე ბოლო დროს, რომ ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია უკრაინის არის ძლიერი უკრაინული ჯარი 800,000-იანი, რომელსაც შეინახავენ, შეაიარაღებენ და ყველაფრით უზრუნველყოფენ დასავლეთი და ამ შემთხვევაში ამერიკის გარეშე ევროპელები. ოკეი, ესეც ვარიანტია, მაგრამ მანდაც ხო როგორი თემა არის, რომ ეხლა ეს სამხედრო მშენებლობა ხომ მშვიდობიან დროს ერთია, ომიანობის დროს სხვა არის და აი ესეთი რაღაცა არც ომის და არც მშვიდობის დროს ხო, იქ ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიშვება, იმიტომ რომ რეალურად ახლა უნდა გვესმოდეს, სანამ იქ რაკეტები და ბომბები ვარდება ყოველ დღე კიევში, ლვოვში და თუნდაც იქ ფრონტისპირა რეგიონებში, მანამდე ეს აქტუალურია თემა ევროპისთვის. ისინი მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში ხშირად ვერ თანხმდებიან, მაგალითად იმ რუსული აქტივების გამოყოფაზე და რაღაცაზე, ასეთ პირობებშიც კი, უჭირთ რაღაცა ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება და ეხლა იქ თუ ვითომ და მშვიდობა დადგა, მერე კიდე მიიძინებს ეს ევროპა, კიდე შემცირდება ეს დახმარება და შემდეგ, როდესაც რუსეთი ასე ვთქვათ, მოbrunდება ახალ აგრესიას და აუცილებლად განაახლებს, პრაქტიკულად ეს გარდაუვალია. უკრაინა იქნება მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, ანუ ფინანსების საკმარისი რაოდენობის და შეიარაღების გარეშე რა. აი ეს საფრთხე არის მან. მოკლედ რო შევაჯამო აი ეს ნაწილი რო დავასრულო უსაფრთხოების გარანტიებზე ხა ბევრი საუბარი არის, მაგრამ არაფერი არ ჩანს. ანუ ჯერ იყო თუ გახსოვს აი თელი რამოდენიმე ის იყო ყველაფერი იმას ქნეს, რომ აი ხა თუ დაიდება ეს იშვიათ მეტალებზე და იმაზე წიაღისეულზე უკრაინასა და ამერიკას შორის ეს სტრატეგიული შეთანხმება, ეს გადაწყვეტს ყველა უკრაინის პრობლემას და ამერიკა მიაყრის იარაღს და რა ვიცი ყველანაირად მას დაიცავს და რაღაცა. ეს უკვე ჩავლილი თემა აღარც არავინ იხსენებს. ეხა ეს მეორე თემა წამოვიდა 5 პუნქტიან მეხუთე პუნქტის ანალოგი და მასზე უკეთესი, რეალურად მიახლოებით ისაჟრას, როგორც ჩვენ 2008 წელს რომ მივიღეთ, რა ქვია, მაპზე უკეთესი რაღაც, ანუ სატყუ არაა რა, ერთიც მეორეც რა, მაგრამ რეალურად ეხა იძულებულია ზელენსკი აი ამ ყველაფერში მაინც რაღაცნაირად მუდმივად მონაწილეობა მიიღოს, რაღაცეები აზუსტონ ეს ფორმულირებები, რაღაცა მაქსიმალური თითქოს მიიღოს თეორიულად, პრაქტიკაში გრძელდება ის, რაც აქამდე იყო. ახლა მნიშვნელოვანი ამბებია, მოკლედ რუსეთი აპირებს, როგორც ჩანს, საკმაოდ მასობრივი სარაკეტო დარტყმის მექანიზმს უკრაინისთვის. ლავროვმა დაახლოებით 1 საათის წინ განაცხადა ესეთი რაღაცა, რომ ნოვგოროდის რეზიდენციას, პუტინის რეზიდენციას თავს დაესხდნენ უკრაინელები ოგუშინ ღამით, დრონები თუტავდნენო, რომელიც ყველა ჩამოაგდეთო და ეს არისო უკვე კონფლიქტის ახალი ფაზა, რომელშიც გადადიანო უკრაინელები და ამას შემდეგ გამოეხმაურა ზელენსკიც, სადაზვერვო ინფორმაციაც არსებობს, რომ სამთავრობო უარტლების დაბომბვას აპირებენ რუსები მასობრივად. ამავდროულად პუტინი ესაუბრა ტრამპს და მიაწოდა ეს ინფორმაცია, რაზეც ტრამპი შოკირებულია, როგორც ჩანს დაიწყება ზელენსკის დაპრესვის რაღაცა ახალი აგრესიული ფაზა და ტრამპის განცხადებებშიც ეს იქნება ალბათ ასახული და ყოველ შემთხვევაში ამით პუტინი ხელფეხს იხსნის იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დღესღამით ან ხვალ ან ზეგ იგეგმება მასობრივი თავდასხმა კიევზე და სამთავრობო კვარტლებზე, შემდგომ ტრამპს ექნება გასამართლებელი საბაბი პუტინის არგუმენტით იმ თვალსაზრისით, რომ აი რადგანაც უკრაინელებმა შეუტიეს პუტინის რეზიდენციას, პუტინმაც უპასუხა ამგვარად და ადეკვატურად, ხო? მათ შორის გუშინ შეკითხვა დაუსვეს პრესკონფერენციის დროს ტრამპს და კითხეს, რას ფიქრობთ ბოლოდროინდელ თავდასხმასო კიევზეო და იმას ვფიქრობ, რომ უკრაინელებიც და ეს საერთოდ არ უპასუხია იმაზე რუსების თავდასხმაზე, თქვა ეგეთ რაღაც, რომ ვფიქრობ, რომ უკრაინელებიც ესე ვთქვათ, უკრაინელების ბრალებლობაც იკვეთებაო ამაში, რომ უკრაინელებმაც დაარტყესო რამდენიმე დღის წინო რუსეთსო და ამიტომ ეს ომის კანონიაო, ერთგვარ უტყავს, მეორეც პასუხობს.
ხო, ან ეს არის მნიშვნელოვანი ესეთი breaking ამბავი, რომელიც შემდგომ ვიხილავთ ახლა ამ შედეგებს. რამოდენიმე რაღაც ეგეთი ინფორმაცია გავცელდა, რომელიც მიუთითებს იცი რაზე, რომ აი რაღაც მუდმივ ზეწ, ანუ ჯერ იყო და ტრამპმა გუშინდელა იმ გამოსვლაში კიდე რაც აღსანიშნავია, რომ თქვა, ვისაით აი ეს რომ მალე დროზე დადეთ თორე უფრო მე ტერიტორიებს წაგართმევენ, დღეს იყო რომ პუტინი შეხვდა გენერალიტეტს და განაცხადა რომ ხო, მაგასაც გადავალთ. კი, აუცილებლად უბრალოდ ერთ დავამატებ ტრამპს, არ ვიცი, წარმოუდგენელი მასშტაბია. შეთქმულების თეორიებში არ მინდა შევიდე, მაგრამ რა ქვია ამ ადამიანის პოზიციას, პუტინის სპეცწარმომადგენელი, მე ესე დავარქვევდი, არა ამერიკის პრეზიდენტი, არამედ პუტინის სპეცწარმომადგენელი დონალდ ტრამპი აცხადებს ესეთ რაღაცას, რომ მადლობა ღმერთსო, რომ ჩვენ არ გადავეცითო უკრაინელებსო, ტომაჰავკების რაკეტებიო, თორემ წარმოდგენაც არ მინდაო რა მოხდებოდაო. ან ხო, არ ვიცი ახლა ამაზე რა კომენტარი. ხო, არა, ის რა ქვია, და გახსოვს შენ 2 თვის წინ და თვენახევრის წინ რა ამბავი იყო, რომ ესეთი მოლოდინები, რომ აი ხა მიცემს ისა ტომაჰავკებს და რაღაცა ეს გარდამტეხინოძე ესეც ის რაოდენობა რაც მაშინაც ითქმოდა გარდატეხას ვერ მოახდენდა ომში, მაგრამ მოკლედ რა, ბევრი რაღაც ილუზია იმ მსხვევა, რაც კარგია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ აი ხალხონები ეს ეხლა ბევრჯერ დაუბომბიათ და იმით რომ სამთავრობო იმას უბანს დაბომბავენ, არ მგონია რომ მაგით ხომ დააჩოქონა ხა უკრაინა, არაფერი მან განსხვავებული არ იქნება. უკრაინა მაგას კი არა, ბირთვულ დარტყმასაც გაუძლებს რამე რო იყოს რა. ეგრე ვერ გატეხავენ, ეგ ერია. ამაზე კომენტარები მე ნახე. ხო, არა, ხა იცი რა არის ეს რა ქვია. ერმა რომელმაც ჰოლოდომორი გაიარა და ბევრი კიდე გადაიტანა, ეგრე მარტივი არ არის, მისი ასე ვთქვათ, დაჩოქება. ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში და შემდეგი არის მნიშვნელოვანი ასევე იმ მხრივ, რომ ეს პრესკონფერენცია, როდესაც ბოლოსკენ მიდიოდა, ტრამპმა თქვა ესეთ რაღაც, რომ მე დარწმუნებული ვარო, რომ პუტინსო, უკრაინისთვისო, კეთილდღეობა სურსო და უკრაინის განვითარება, ესე ვთქვათ, აღმშენებლობა არის მისი მიზანიო და ამას ზელენსკიმ ერთგვარი body language-ით საკმაოდ ისეთ ხისად უპასუხა და დასცინა, ჩაიცინა რაც დიპლომატიურ დონეზე საკმაოდ ისეთი ნეგატიური, ესე ვთქვათ, ემოციის გამოხატვა შენი პოტენციური ოპონენტის თუ თითქოს ეგრეთ წოდებული მოკავშირის მიმართ, დაცინვა გამოხატა ამით. და მნიშვნელოვანი ასევე ისიც, რომ ტრამპისა და ზელენსკის პრესკონფერენციის ტრანსლაცია დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ გვერდზე იმ ლეგენდარული ფრაზით, რომელიც ჩვენ ვიცით, როდესაც კრეისერი მოსკვა 2022 წლის თებერვალში მიადგა და თუ 2 მარტი იყო უფრო სწორედ, როდესაც მიადგა კონგრეს მინის იქ გამაგრებულ უკრაინელებს მოსკოვა დანებება წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბვით დაეწყო, რადგან უკრაინელებმა ერთი ეს რუსული ხომალდი საჭირო მიმართულებით გაგზავნეს. აი ეს ფრაზა გამოქვეყნდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მთავრდებოდა პუტინი და ტრამპი მერევა ხოლმე უკვე ერთმანეთში ისე გვანან ერთმანეთს. ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია, როდესაც მთავრდებოდა, ზუსტად ტრამპის იმ მომენტს დაადეს, როდესაც ტრამპი საუბრობდა, რაც ერთგვარად მიანიშნებს იმას, რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული მოქმედება უკრაინელების მხრიდან და მოიხსენიებს მათ ტრამპი პუტინის, ესე ვთქვათ, მოკავშირედ, აი ამ გამოხატულებით. საინტერესო ასევე ისიც, რომ ეს ამ ჩანაწერის ეს აუდიო ჩანაწერი შემდგომ გაქრა ოფისის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული ტრანსლაციიდან, როგორც ჩანს, შემდგომ უკვე იმისათვის თავიდან აერიდებინათ ეს დიპლომატიური სკანდალი ჩამოჭრეს, თუმცა უკრაინულმა ტელეგრამ არხებმა მოასწრეს დროულად გადაღება და შემდგომ აკეთეს. ასე თქვა დადებაც და მე წაშლას წინასწარ განსაზღვრული იმით მოხდა, ალბათ ესეც იყო ჩაფიქრებული და სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს იყო მესიჯი გაგზავნილი და მე ვითომ რაღაც ტექნიკური რაღაც შეცდომა მოხდა, ან ვიღაცამ დაუკითხავად გააკეთა რაღაცა, მაგრამ მე მგონია რომ ეს პირდაპირ გაუშვეს, იმიტომ რომ რეალური მესიჯი გაუშვეს, რა არის მათი პასუხი იმაზე, რომ დონბასიდან ესე რა ქვია, ყოველგვარი მეორე მხრიდან ყოველგვარი დათმობის და რაღაც რეალური კომპრომისის გარეშე ესე მოთხოვონ პრაქტიკულად აი კაპიტულაციაზე ხელის მოწერა. ამაზე იყო პასუხი და ნათლად გაუგზავნეს
პუტინს კი არა და პირდაპირ ტრამპს, იმიტომ რომ აი ზუსტად ის ხო, ანუ გემის გზაზე ისეთ დოდოს დაადეს, როცა იქ ტრამპი რაღაცა ჟესტიკულირებდა, რაღაცას ამბობდა და პრაქტიკულად მიანიშნეს, რომ აი გემი ხარ და გაგიშვით იქიდან, რომ და კარგი იყო ეს სხვადასხვა აი იცი რა ის დაცინვაც და ისიც იყო ძალიან ეხლა მე შეიძლება Twitter-ზე ჩემ რაღაცა ბაბლში ვარ, მაგრამ იქ მაგალითად აი ეგ მაგაზე აფეთქდა მთელი Twitter-ი ჩემთან, ყოველ შემთხვევაში ვინც აი რესპუბლიკელები, მათ შორის კონგრესმენები, ბევრი ვიღაცები წერდნენ, რომ ეს არის აი აბსოლუტურით უგუნურება და რაღაცა უტაქტობა და კიდე კარგად შეიკავაო ზელენსკიმ თავი ბევრი აღნიშნავდა რომ ამაზე უფრო ხისტად არ უპასუხაო რა ეგეთ რაღაცაზე იმიტომ რომ ეგ იგივეა რომ ეხლა აი მაგალითად ჰიტლერზე გეთქვა რომ ებრაელების კეთილდღეობა უნდა და მათი რა ქვია კარგად ცხოვრება და ესა ნუ აი აბსურდია რა რაღაცნაირი ისეთ ცინიზმად გამოიყურებოდა და 100,000 უკრაინელი განადგურა და ასახიჩრა, რა ქვია, ქალაქები დაანგრია, ასე თქვა, ესა განახორციელა ასეთი არაპროვოცირებული აგრესია, ბავშვები გაიტაცა და ამას უძახორ ხა უკრაინის კეთილდღეობა უნდა და უკრაინის წარმატება უნდა, ნუ ეხა არის აი ცინიზმის რაღაცა ძალიან აი ცუდი ისეთი სარკაზმი რა, აი ძალიან უტაქტო რა. ამასობაში პუტინის სპეცწარმოადგენელს დონალდ ტრამპს გამოცხადებია ესეთი რაღაცა, რომ ეს ფაქტიო უკრაინელების მხრიდან, რომელიც გამოიხატა დრონებით პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ცდილობაში, საკმაოდ ნეგატიურად აისახებაო ჩვენს დამოკიდებულებაშიო ზელენსკისთან მიმართებით, რაც ამ ყველაფერს ციტირებს უშაკოვი, კრემლი აცხადებს ამას, რომ აი ეს განაცხადაო ტრამპმა. აქედან გამომდინარე, მომდევნო დღეები, კვირები თუ თვეები იქნება, უნდა ველოდოთ კატასტროფულ ზეწოლას და ნეგატიურ დამოკიდებულებას უკვე ტრამპის მხრიდან უკრაინასა და ზელენსკის მიმართ. ყველა ფრონტზე ხდება ზეწოლა. მე მაგალითად ავიქო იგივე ამ ნაბუს ქმედებასაც, ყველაფერი ეს ორკესტრირებული არის, რომ აი რაღაცნაირად ზეწოლას ახორციელებენ, რომ შიდა თემიდანაც, გარედანაც უტევენ, ცდილობენ რა ვიღაც ვინც უკრაინაში ყავთ რაღაცა ღია მოკავშირეები ამ ფარული იმათი მეშვეობით მოახდინონ ზეწოლა, მაგრამ ნუ რა ვიცი ხა ჯერჯერობით პასუხი არის იგივე რაც მეინიდან უპასუხეს რუსულ გემს. მე სულ მეშინია მართლა სიმართლე გითხრა რომ არ გატყდეს და მართლა არ ჩაიქნიოს ხელი და არ წავიდეს. ხო, იცი ძალიან რთულია. ალბათ ზელენსკის ადგილას ერთეულები თუ გაუძლებდნენ აი ხო. ჯერჯერობით ძალიან ყოჩაღად არის. აი იგივე ის პრესკონფერენციას როგორც დაასრულეს იმაზე YouTube-ზე, ეგ და ბევრი კიდე სხვა რაღაცა ისეთი ინდიკატორი. ხო, შემდგომ ანუ უკვე ზელენსკის ამ განცხადებებს კრემლმა უპასუხა საკმაოდ ესეთი აგრესიული მოთხოვნით, ну ახალი არაფერი არ არის, ყველაფერი ძველებური, ესე ვთქვათ, მესეჯები გააჟღერეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაიყვანოს დონბასიდან უკრაინამო, იმისათვის, რომ ომი დასრულდეს. რეალურად, როდესაც ეს მნიშვნელოვანი ფრაზა გააჟღერეს დონბასიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, ამას შემდგომ დაემატა პუტინის შეხვედრა გენერალიტეტთან, შეხვდა გერასიმოვს და სხვა მაღალჩინოსან გენერლებს და იქ როდესაც გუშინ, ანუ პარადოქსი არის იმაში, რომ გუშინ თუ ტრამპი ამბობდა, რომ პუტინს ომის დასრულება სურსო და ძალიან ახლოს არისო ეს ომი დასრულებასთან, დღეს პუტინი ახალ განკარგულებას გასცემს და გასცა უკვე და დაავალა თავის გენერლებს, რომ შეტევა გააგრძელონ ზაპოროჟიემდე, ქალაქი ზაპოროჟია უნდა დავიკავოთო და ამით უნდა განვავრცოთო ჩვენი უსაფრთხოების ზონა. ასევე მოითხოვა, რომ გაფართოვდეს ხარკოვისა და სუმის ბუფერული ზონები, იმისათვის, რათა ჩვენ საზღვართან შევქმნათო ეს დაცული ტერიტორია. ხო, აქედან გამომდინარე, მარტივია პასუხი მშვიდობაზე პუტინის მხრიდან, რომ მას სურს ომის გაგრძელება, დღეს ასევე 260,000 ადამიანის გაწევას მოაწერა ხელი და ნუ 2026-ში ჩემი აზრით ომი აუცილებლად გიწყდება. ხო და რა კომენტარი მინდა გავაკეთოთ იმ ბუფერულ ზონაზე ხა სუმზე და ხარკოვის მიმდებარედ რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე ბუფერულ ზონაზე შარშემ რო გააკეთა, ასე ვთქვათ, გასცა ბრძანება, ხო ვერ შესრულდა რეალურად ვერ სუმში შექმნეს უსაფრთხოების ბუფერული ზონა, ბჭყალებში უსაფრთხოების
და ვერც ხარკოვში, ანუ შეეცადნენ იქიდან შესვლას სიღრმეში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა არ იყოთ ძალები, მათ შორის არც ეს პადაღებული ცოცხალ ძალაში რო აქვს უპირატესობა არ იყო ყველა ფრონტზე, ანუ კი, ერთი პერიოდი იმიტომ რომ დრონებით გამოხშირვა ძალიან. ხო, ანუ არც მაგდეხელა უპირატესობა არ აქვს, ნუ ტექნიკაში და იმაში რომ ხა უკვე უჭირთ იგივე ჯავშან ტექნიკაში და იმაში ერთი წელია უკვე ეთყობა. ვითარებას და რაც შეეხება მას რა ქვია ზაპოროჟიეს ხო ახლა ზაპოროჟიე დიდი ერთ-ერთი ისეთი მსხვილი ქალაქი 700,000 ადამიანი ცხოვრობს როგორც უკრაინაში ჯერ არ აუღია რუსეთს ანუ ყველაზე დიდი ქალაქი რომელიც აიღო მელიტოპოლი იყო ხო მარიუპოლი ბოდიში და ესე იგი ეს იმაზე დიდი არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანიც არის და უფრო ესეთი, რა ქვია, ინდუსტრიული ზონები. ესეთი რაღაცა რომ მარიუპოლი იმიტომ აიღო, რომ უკანა ეს სამხრეთის ფრონტი ჩამოერღვა და ხო, პირგრიდან დაადგნენ მარიუპოლს. ანუ ეგრევე ალყაში მოექცა თან ისეთ როგორ პლოტნი, როგორ არის და კიდე ისეთი ჭიდრო ალყაში მოექცა რამოდენიმე შრიან ალყაში, ანუ უკრაინის ბოლო პოზიციებიდან, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ მარიუპოლში და ხერსონში, დაშორება იყო 400 კილომეტრი და მეტი. შესაბამისად, იმის გარღვევა იყო, შეუძლებელი იმ დროს იმ ძალებით, რაც უკრაინას ყავდა და ეს ალყაში მოქცეულები პრაქტიკულად იმიტომ დანებდნენ, რომ მომარაგება აღარ ქონდათ ახლა, თორე იმათ ბრძოლას გაგრძელება კიდე შეეძლოთ, ანუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დაართესნება იქ აზოველებს რომ ჩაბარებოდნენ ტყვედ, ხო გახსოვს როგორც მიმდინარეობდა, თორე წინააღმდეგობას ისინი წერდნენ და კიდე დიდხანს შეეძლოთ გაეწიათ, მაგრამ მათი ამოცანა იქ ჩარჩნენ პრინციპში შეგნებულად იმისთვის, რომ დრო მიეცა დანარჩენი უკრაინისთვის მობილიზაციის და სხვა პოზიციებზე გამაგრების, ანუ მათ თავისი როლი ამოწურეს, შეასრულეს იქ თავისი ამოცანა პირნათლად და ამის მერე მიიღეს, ასე ვთქვათ, ნებართვა, რომ დანებებოდნენ მტერს. თავი სიცოცხლე გადაერჩინათ იმისთვის რომ მე გაეცვალათ და ასე შემდეგ. რაზე ვიზახი და ეს მარიუპოლი იყო ყველაზე დიდი ქალაქი. ამ მაგხელა აღარც აუღიათ რუსებს. ეგეთი მნიშვნელოვანი ქალაქი და ეს ზაპოროჟი არის გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით ის არ არის მოწყვეტილი აი როგორც ალყაში ვერ მოექცევა რა ფიზიკურად შეუძლებელია მისი აი ისე მოექცევა როგორც მარიუპოლის ანუ მისი აღება არის შეუძლებელი რუსეთის არმიისთვის ისევე როგორც თქვათ ხარკოვის და შესაბამისად ანუ ეს ამოცანა უფრო რთულია კიდე ვიდრე აი კრამატორსკ სლავიანსკის აგლომერაციის აღება რა ანუ ხო რა ეგ არის ამას რო ისახავს პუტინი მისიაა ესა თქვა შეუსრულებელი მისიაა და მე ჩემი იმითი ხო ამას რატო აკეთებს დღეს ამ განცხადებას რომ აი ყველაფერი აი იგივე სამთავრობო უბანზე თავდასხმა თუ განხორციელდა და როგორც ჩანს განხორციელდება აი ეს ტრამპის განცხადებები იქ რაღაცაში დაიმეებს რომ ეს ნაბუ რაღაცას აქტიურობს ეს აქედან რომ ეს რა ქვია აცხადებს რომ თითქოს ზაპოროჟიეზე გასვლას აპირებს და რაღაცა აი ამითი ყველაფრით უნდა ზეწოლა მოახდინონ ზელენსკის რომ რაღაცნაირად დათანხმდეს ამ კაპიტულანტურ პირობებზე იმის გარეშე რომ რაღაცა ეს ჩაატაროს ეს რა ქვია რეფერენდუმი და რაღაც ხო და ნუ რა ნახოთ რა ჩემი აზრით ვერ მოეწრებიან მაგას ეხა როგორც აი თუნდაც გუშინდელი აი შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე და როგორც დასრულდა და რაღაცა მე ვფიქრობ რომ მასე ადვილად წესით ვაღარ უნდა დაიყოლიან და ანუ ჩანს რეალურად რომ ზელენსკი თამაშობს ძალიან ოსტატურად როგორ ვთქვი ტროლავს რა იმიტომ რომ სხვა გზა არ არის ხა მისი ეს პარტნიორები ვისაც ესაუბრება და ვისთანაც აქვს ეს დიალოგი და ასე ვთქვათ ვისთანაც უნდა შეთანხმდეს ისინი ძალიან უწესოწესებით ეთამაშებიან და შესაბამისად ესეც იძულებულია რომ უბრალოდ ტროლოს რა და ამას აკეთებს ძალიან ოსტატურად არა აქვს ისეთი მხარდაჭერა ევროპისგან როგორიც წესით უნდა კონდეს მაგრამ მაინც აქვს ახლა თქვათ უმადურები მოვიქნებით ნუ ევროპაც მისი სიჭრელის და რაღაცა ესეთი გერმანია და საფრანგეთი რაღაც მიუხედავად მაინც ახერხებენ რაღაცას ნუ რაღაცას უკეთებენ მინიმალურს უსრულებენ და ნუ თვითონ უკრაინელები კიდე რა ვიცით განან იბძვიან და ზელენსკიც რა ვიცი ჯერჯერობით მიუხედავად იმისა ხანდახან მეც ეჭვი შემეპარება ხოლმე რომ მეთქი აი ხა ხო არ გატყდა და ხო იმიტომ რომ თანხდება
არა. მანიპულაციის დიპლომატიური ხელოვნება ისეთია, რომ სწორედ ხო, აი რაღაცა ვარ გადის ხოლმე რომ ხანდახან ისეთი განცხადებები შეკეთებს, რომ აი ფიქრობ, რომ აი მორჩა რა დაანებდა და ისა, მაგრამ რა ვიცი, ხა ისეთი რთული სიტუაციებიდან ლამაზად გამომძვრალა, რომ მე მგონია, რომ ამჯერადაც ესე იქნება. თუმცა უკრაინას რა თქმა უნდა ეს ზეწოლა რო გრძელდება, ძალიან რთული ვითარება აქვს. რა თქმა უნდა რუსები ახლა სანამ ეს ინიციატივა და რესურსები ჯერ კიდევ აქვთ გააგრძელებენ ასე ვთქვათ შეტევას იგივე იმ ზაპოროჟიეს მიმართულებით კი წავლენ მაგრამ ახლა მიხვიდე ზაპოროჟიემდე და აიღო ზაპოროჟიე ორი აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა არის იცი რა აღებასთან დაკავშირებით ტერიტორიის მოდი უკვე დროა ჩემი არის გადავიდეთ იპოგრაფიკული რუკის განხილვაზე და ასევე წელი შევაჯამოთ ესე ვთქვათ მოკლედ რა მოხდა წელს, მოდი შეჯამებით დავიწყოთ. წლევანდელი წელი ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ მართალია უკრაინელებმა ფრონტის ხაზზე რაღაცა მნიშვნელოვანი წინსვლავები განახორციელეს, გარკვეულ სექტორებში იყო ტაქტიკური ლოკალური კონტრშეტევები, თუმცა ეს არ იყო ისეთი, რომ სადღაც გაერღვიათ, დაეკავებინათ მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ან რაღაცა ლოჯისტიკური ზონა, რომელთაც შემდგომ წარმართავდნენ საკუთარ განავითარებდნენ თავიანთ შეტევას. ეს არ ყოფილა, თუმცა იყო მნიშვნელოვანი სპეცოპერაციები, რომელიც ხაზს უსვამს და აჩვენებს თელ მსოფლიოს თუ რა დონის სიღრმეში და რა დონის ოპერაციების განხორციელება და დაგეგმა შეუძლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავის სპეცსამსახურებთან ერთად. აი ამ სპეცოპერაციები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის 2025 წელს გამოიყოს ოპერაცია ობუბასკსელი, მეორნაირად აბლაბუდასაც უწოდებენ, ეგრეთ წოდებული პაუწინა. ეს ოპერაცია იყო თვისობრივად უნიკალური იმ მხრივ, რომ უკრაინელები მიიწვდნენ რუსების სტრატეგიული ბომბდამშენების იმ ბაზირების ადგილებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიებიდან მოშორებულია 2000-4000 კილომეტრის მანძილზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ამაში გამოიყენეს დრონები, თან ისე რომ ეს დრონები იმართებოდა უკრაინის ტერიტორიიდან, ანუ უნიკალური იყო თვისობრივად ეს ოპერაცია, მსოფლიო ისტორიაში სპეცოპერაციებიდან ჩაეწერება, ალბათ ტოპ-10-ში შეიძლება ჩაეწეროს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი იყო სპეცოპერაციებიდან თავდასხმა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საკმაოდ გაიზარდა რაოდენობა, დაახლოებით 100-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა ნავთობაზაზე, ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, ასევე გადამქაჩ სადგურებზე, გადამქაჩ მილებზე. მეთოდურად მუშაობდნენ მთელ წელს განმავლობაში განსაკუთრებით ყამენებში. უტყამენ კამიკაძე დრონებით, უტყამენ თოსანი რაკეტებით, ხდება დივერსიებიც ადგილზე, შეჟონვით დივერსანტების მხრიდან და მოკლედ ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზურგში ისეთ მნიშვნელოვან და საფუძვლიან დარტყმას აყენებენ უკრაინელები რუსებს. ასევე უნდა აღინიშნოს ყირიმის ოპერაციები, ყირიმში მიმდინარე სპეცოპერაციები, კვირა არ გავა, შეიძლება 2 დღეში ერთხელაც კი ითქვას იმ მხრივ, რომ იბომბება რადარები, რადიოლოკაციური სადგურები, იბომბება მაღალი ღირებულების რაღაც სამხედრო თავდაცვის სისტემები, თან ისეთია, ანუ საკმაოდ ძვიად ღირებული, შეიძლება იყოს C400-ის რაღაცა რაკეტა, C400-ის რადარი, შეიძლება იყოს C400-ის მართვის პუნქტი, გამშვები დანადგარი, ან შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ესეთი ძვიად ღირებული რადარი. ეს არის თითქმის ყოველკვირეული მოცემულობა უკრაინელების მხრიდან, SBU და გური ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც, იმდენს ანადგურებენ და აზიანებენ წყობიდან გამოყავთ. ხო, ეს არის ჩემი აზრით მოკლე შეჯამება აი ამ წლისა, ხო, ასევე უნდა ითქვას ის, რომ საბრძოლო ტაქტიკები შეიცვალა, დაგეგმარებად შეიცვალა, თუ ადრე, როგორც 2022-ში, 23-ში, 24-შიც იყო ისეთი, ანუ ჩვეულებრივი მოცემულობა იყო, როდესაც ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მეოქთა ჯავშან ტექნიკა, როდესაც ასრულებდა უშუალოდ მძღოლის ჩართულობა, ახლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რობოტიზირებული სახმელეთო ტექნიკა და მათ გაყავთ ხოლმე დაჭრილები პროვიზიის უზრუნველყოფისთვის, საბრძოლო მასალის და იარაღის უზრუნველყოფისთვის იყენებენ აი ამ სახმელეთო დრონებს და ასევე საჰაერო დრონებს გადაზიდვებისთვის. ესეთ მნიშვნელოვანი ეტაპია სამხედრო აი ამ
საბრძოლო მოქმედებათა ველზე და ზოგადად ტენდენციებზეც მნიშვნელოვნად დაისახება. შენ რას დაამატებდი? რასთან მე უკაზე ჩამოვყვებოდი სხვა შორს, ანუ რა მოხდა სუმის ტერიტორიაზე, სადაც პუტინმა ესეთი იმით უმახიანად განაცხადა, რომ იქ შევიდოდნენ და გააკეთებდნენ ბუფერულ ზონას სინამდვილეში წარუმატებლობა განიცადეს. ერთი პერიოდი ძალიან სიღრმეში შეიჭრნენ, მაგრამ მე უკრაინამ უკუაგდო და პრაქტიკულად იქიდან მე ეხლა კი რაღაც ტერიტორიებს მაინც აკონტროლებენ, მაგრამ ძირითადად მან ანუ პირიქით შეიბოჭა რა მათი ძალები, რუსული ძალები დიდი დანაკარგები განიცადეს და ვერანაირი მნიშვნელოვანი ვერაფერი ვერ აიღეს, ანუ წარუმატებლები ამოსდნენ მაგ მიმართულებაზე. რამოდენიმეჯერ კინაღამ ტომარაშიც მოყვნენ, ანუ ისეთი ვითარება შეიქმნა, შეიძლება ითქვას, რომ სუმის მიმართულებაზე უკრაინელებს წარმატება აქვთ. ამავე დროს უნდა ითქვას მინუსიც უკრაინელები წელს გამოვიდნენ წლის დასაწყისში მარტში აპრილში პრაქტიკულად გამოვიდნენ კურსკიდან რუსეთის ტერიტორიიდან აზრი აღარ ქონდა და მათ გამოსვლისას დიდი დანაკარგები განიცადეს უკვე ძალიან შეიცვალა ანუ ბალანსი რუსებზე მეტს კარგავდნენ ყოველდღიურად განსაკუთრებით ხო ჩავშენ ტექნიკას ოცხალძავაშიც ანუ გათანაბრდა რა და ეს უკრაინელებისთვის რომლებიც სამჯერ ნაკლები 4-ჯერ ნაკლები არიან რუსებზე ეს არ არის ასე ვთქვათ მომგებიანი გაცვლითი კურსი და შესაბამისად მან გამოვიდნენ და გამოსვლის დროს ბევრი ჩატოვეს იქ ტექნიკა რაც შეეხება ხარკოვის მიმართულებაზე აგრეთვე რუსები წარუმატებლები არიან იმიტომ რომ მან პრაქტიკულად წინ ვერ წაიწიეს დანარჩენი მიმართულებით უნდა ითქვას რომ მთელი წლის განმავლობაში ეს ლიმან კუპიანსკის მიმართულებით და ქვემოთ აი სივერსკი, მერე ჩასოვიარი, მერე ქვემოთ ეს პოკროვსკი და კიდე ქვემოთ ახლა ზაპოროჟიეს მიმართულებით პრინციპში სულ მთელი წლის განმავლობაში ინიციატივას რუსები ინარჩუნებდნენ ნელა მაგრამ წინ მოიწევდნენ რაღაც მომენტში ანუ ზაფხულისის დაანონსებული დიდი კონჩეტევა გამოდგა წარუმატებელი რუსების მხრიდან მოულოდნელი იყო სხვა შორის ტრამპისთვისაც და პუტინისთვისაც ვერ იმასახნეს ამიტომ გადაიდო რამოდენიმეჯერ ეს რაღაცა ზეწოლის თემა და შემოდგომაზე უფრო მეორე ნახევარში ნოემბერში აი ამ მან ზეწოლამ ბოლო-ბოლო მაინც შედეგი გამოიღო და ზოგიერთ ადგილას მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდათ უნდა ვაღიაროთ რუსებს ეხლა ბოლო დღეებშიც აი ბოლო კვირეებში კიდე რამოდენიმე ადგილას ჰქონდათ წინსვლა ხო მაგრამ უნდა ითქვას რომ საერთო ჯამში მაინც აი გლობალურად რო შევხედოთ უკრაინის რუკას რამდენი პროცენტი იმასახნეს შენი ძახდა 0.8% მაგას მინდა მე 7% ხო მნიშვნელოვანი არის ვთქვათ რის ფასად დაუჯდათ რუსებს აი ეს წინსვლა პირობითად იქნება ეს პოკროვსკის მიმართულება იქნება ეს ზაპოროჟიეს მიმართულება თუ სად შარშანდელისგან განსხვავებით, შარშან მნიშვნელოვანი მონაპოვარი რუსებს ჰქონდათ ფრონტზე ის რომ მათ დაიკავეს ავდეევკა. მნიშვნელოვანი იყო შემდგომ იმ მხრივ რომ განავითარეს შეტევა ოჩერეტინოს მიმართულებიდან, ავდეევკის აი ამ სექტორის მხრიდან ესეთი მოზრდილი ტერიტორია მოჭრეს ესე რომ ვთქვათ. და საკმაოდ მალე მოახერხეს ავდეევკის დაკავება, რადგანაც მაშინ ახალ გამოჩენილი იყო სხვათა შორის პლანირებად მოდულიანი ავიაბომბები და ეს პლანირებად მოდულიანი ავიაბომბები საკმაოდ ზუსტად გამოიყენებოდა რუსების მხრიდან და უკრაინის სამხედროებიც აცხადებდნენ რომ იმ მომენტში როდესაც ავდეევკის მიმართულებით შეტევა დაიწყო ეს ბომბები თითქმის ყველა დაეცაო საკმაოდ ახლოს ჩვენს პოზიციებთან რამაც გამოიწვიაო საკმაოდ მალე ჩვენი უკან დახევა და ერთგვარად წარმატების მიღწევის მთავარი ბერკეტი რუსების მხრიდან ავდეევკის მიმართულებაზე შარშან იყო ეს პლანირებადი ავიაბომბები. წელს ამ ავიაბომბებმა ნიშა იმ მხრივ დაკარგა, რომ უკრაინელთა რეპ სისტემები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და თუ ადრე იყო მოხვედრის მაჩვენებელი 60-65%, დღეს 90%-მდე თითქმის და უფრო მეტი ცდება ეს. და აქედან გამომდინარე მე ამას მოვიყვანდი მაგალითად და ერთ-ერთ მიზეზად იმისა, თუ რატომ ვერ განახორციელეს მნიშვნელოვანი წინსვლები ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით. ანუ ტექნიკური მხარდაჭერის საშუალება ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო პირობითად რაღაცა იქნებოდა ეს ჭავშან ტექნიკა, იქნებოდა ეს ავიაცია, თუმცა ამან ვერ იმუშავა როგორც შარშან და აქედან გამომდინარე წელს უკვე მთლიანად გადაერთნენ ხორცის მასაზე
ანუ შარშანაც არ აკლდათ დანაკარგები, თუმცა წლევანდელი დანაკარგები საერთოდ ლოგიკას ცდება, ყოველდღიურად დება ალბათ რა ვიცი 100 ადამიანის განადგურების ამსახველი. სტატისტიკას 400,000-მდე 403,000-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა გაწვეული 2025 წელს და დანაკარგების რაოდენობა 400,000-ს ცდება. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე არის დაახლოებით 700,000 რუსი გამაგებული. ანუ ყოველ წელს მობილიზებულთა რაოდენობა, ესე ვთქვათ, გათვლილია იმისთვის, რომ ის 700,000 ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე შენარჩუნდეს, მაგრამ ის გაწვეული არის ერთგვარი სახარჯი მასალა, რომელიც უნდა განადგურდეს იმ სახორცე შტურმებში, რომელთაც რუსები მიიწევენ წინ ძალიან დიდი და გამოზომალი სისხლის ფასად, იქნება ეს პოკროვსკის მიმართულება თუ ზაპოროჟიეს ფრონტი. აქედან გამომდინარე, შეიძლება დასკვნის გაკეთება იმ მხრივ, რომ კი წინსვლები აქვთ, მაგრამ ეს წინსვლები არის არათანაზომადი იმ დანაკარგებთან, რასაც იღებენ ისინი ყოველდღიურად და შემდგომში, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად. დაახლოებით 0.8% უკრაინის ტერიტორიისა იქნა დაკავებული 2025 წელს 400,000-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცის ფასად. ამ მძიმედ დაჭრილში იგულისხმება ის დანაკარგი, რომელიც არის დაუკომპენსირებელი, ანუ უკან ვეღარ დაბრუნდება, შეიძლება ფეხი დაკარგა, შეიძლება მხედველობა დაიზიანა და ასე შემდეგ. თუმცა არაერთი ფაქტი გვინახავს, როდესაც ხელკეტებით გადაადგილდებიან რუსები ფრონტზე. იცი, ჩვენ ვფლობთ, ასე ვთქვათ, ინსაიდერულ ინფორმაციას, რომ აი რებ სისტემებზე თქვი და მათი ეფექტურობაზე უკრაინის მხრიდან უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს ესეთი ინფორმაციები, რომ რაღაც ახალი სისტემები გამოჩნდა, სავარაუდოდ არ ვიტყვით, რომ წიწოდეთ რომელი ქვეყნიდან ჩავიდა, მაგრამ არა ამერიკული, მაგრამ ძალიან მძლავრი სისტემები, რომლებიც აი ამ იმებზე საერთოდ ყველაფერს ახშობენ, თუმცა ისეთი ის არის, წავწვალ ყველაფერს ჰექტარობით ერთობები. მithum UMPK-ბზეც მუშაობენ. ეხლა ახალი რაღაცები შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ხელოვნური ინტელექტის და ბევრი სხვა რაღაც ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები, მაგრამ ძალიან გაუცელდა ეს კაბელიანი, მაგრამ მაგასაც დრონები და ესა, მაგრამ მაგას ყველაფერს აქვს თავის მინუსები, პლუსები. მოკლედ ვითარდება რა და იცვლება ბევრი რაღაცა ფრონტის ბრძოლის ველზე. წელს იმითი იყო აღსანიშნავი, რომ აი ძირითადი წარმატებები რაც რუსებმა მიაღწიეს, აი ეს 0%-იც რო აიღეს და რაღაცა, იყო იმით, რომ ცოცხალ ძალაში მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდათ. უკრაინელები აღსანიშნავია, რომ ამ დროს ახორციელებენ აი საკორპუსის სისტემაზე გადასვლას და რეფორმები არის მათ ჯარში, პარალელურად რეფორმებს ახორციელებენ, სტრუქტურულ რეფორმებს და უფრო ღრმა რეფორმებს. რაღაც ახალი ისინი ფორმირდება, მაგალითად მოიერის შეჯარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაზე ვიძახი, ამ რეფორმების პარალელურად ფრონტის ხაზზე უკრაინას არ ყავდა მობილიზებული იმხელა ცოცხალი ძალა, ანუ ყველგან დეფიციტი იყო, ეს უნდა ვაღიაროთ და რუსებს კიდე ძირითადად სადაც წარმატებას მიაღწიეს, ძირითადად იმით მიაღწიეს, რომ 8-10ჯერ მეტი უპირატესობა ჰქონდათ იმ ლოკალურ ადგილას ცოცხალი ძალის, თორე ჯავშან ტექნიკაში და დაუშვათ იგივე ტანკებში, არტილერიაში, არტილერია უნდა აღნიშნო. არტილერიაში ძალიან დიდი რაოდენობა. კი, ანუ არტილერია უნდა აღნიშნოს, რომ წელს აი საარტილერიო გასროლების, ასე ვთქვათ, რაოდენობა მხარეებს შორის პრაქტიკულად გაყარდა. ხო, არტილერიის როლი კვლავ დარჩა მნიშვნელოვანი, მაგრამ მას მნიშვნელოვნად აი განსაკუთრებით აი უშუალო დაზიანების თვალსაზრისით ეს რა ვთქვათ, პალმა, ასე ვთქვათ, უპირატესობის წართვა FPV დრონებმა, ტოტალურად დრონებზე გადავიდა ყველაფერი, ეს აღსანიშნავია. ჯავშან ტექნიკა, როგორც აღნიშნე, ტანკები რუსების მხრიდან აი სადღაც მარტიდან მოყოლებული უკვე ძალიან იკლო. ბოლო თვეებში, ახლა ბოლო თვენახევარში, როცა ამინდი გაუარეს და ნისლიანობა და რაღაცა ისევ დაიწყეს რუსებმა აი რაღაცნაირად დაგროვილი ამ ჯავშან ტექნიკის გამოყენება, მაგრამ იქამდე სულ აი პრაქტიკულად აღარ იყენებდნენ, ძირითადად აი ცხენებზე, ვირებზე და მოტოტრანსპორტზე და ავტომობილებზე და ბაგებზე იყვნენ გადასულები და მოტოციკლეტებზე. შეიცვალა, ანუ ბევრი რაღაცა შეიცვალა ამ ხრივ, რა ძველად თუ აი მაგალითად ქალაქში ბრძოლები იყო სირთულე, ეხლა არის ღიაველის გავლა უფრო რთული არის, იმიტომ რომ იქ უფრო ადვილია დრონების მიერ აღმოჩენა, იგივე ცოცხალი ძალით. იცი რა შეიცვალა, რაც უნდა აღვნიშნოთ, ანუ ქალაქში შესვლა და რაღაცა რაიონში შეჟონვა არ ნიშნავს პირობითად
პოზიციების დაკარგვას. იმიტომ რომ დრონები, აი მაგალითად პოკროვსკში არის რამდენი ხანი უკვე 2 თვეა ესეთ სიტუაცია შესულები არიან სხვადასხვა რაიონებში და იმალებიან. ხო, მაგრამ მეორე სხვა აი ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ იცი რა იყო ძველად, როდესაც რაოდენობა ცოცხალდალაში უფრო ისეთი უკრაინის სასარგებლოდ იყო, მაშინ როცა ქალაქში შედიოდნენ, ჯოჯოხეთი იყო რა იქ რუსებისთვის, იმიტომ რომ და გამაგრება და იქ დარჩენა მერე უჭირდა და ეხლა იმდენად ცარიელია ხანდახან რა, რომ ზოგიერთ პოზიციაზე 2-3 კაცია ხო? ხო, რომ უბრალოდ ისინი იქ თუ შედიან, მერე იქ ქალაქში უფრო ადვილად ჩერდებიან, ვიდრე ანუ აი ქალაქამდე მისვლა უფრო უჭირთ, ვიდრე თუ ქალაქში ოდნავ ხელი ფეხი შეყვეს, მერე უკვე იქ ძალიან მარე მრავლდებიან რა და აი ეს რადიკალური ცვლილებაა, იმიტომ რომ ზუსტად საპირისპირო ტენდენცია იყო ადრე რა. ხო და რაღაცეები ესე რადიკალურად იცვლება, ეხა მომავალ წელს დრონების რაოდენობა ორივე მხრიდან დაანონსებულია, მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის არა მარტო ეს FPV და დამტყმელი დრონების, ამან ლოჯისტიკაში მათია ეს ევაკუაციო დრონი, სატრანზიტო დრონი. აი ამასინა ჩვენ გედო პოსტი რომ მესამე თუ არ ვწდები აი აზოვის მესამე ძალიან აქტიურ ძალიან ისე იყენებენ რა 40% მთელი ესეთი ლოჯისტიკის იმ დრონებზეა ვაწყობილი და რობოტიზირებულ საქმიანსკში ბოლო 1 თვის განმავლობაში თუ მე ვადები არ მახსოვს 56 ტონის ხო ლოგისტიკა განაპორციონა. ხო და აი ამის მასშტაბირება უნდათ და პრინციპში სადაც შესაძლებელია ადამიანის, ცოცხალი ადამიანის შეცვლა რობოტით და რაღაც რობოტიზირებული ან დრონის სისტემით, იქ ყველგან ამის შეცვლას აპირებენ და ეს მომავალ წელს ეს არის დაგეგმილი. მოდი ახლა ბოლოსკენ ხო და ესე თქვა დასასრულისკენ ინფოგრაფიკული რუკა შევეხოთ ამ საბრძოლო მოქმედებათა რუკაზე ავსახოთ ის ადგილები სადაც მიმდინარეობს ყოველდღიურად შეტაკებები და ესე ვთქვათ მნიშვნელოვანია რომ ესეც განვიხილოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ყველაზე ცხელი ესე ვთქვათ ზონა არის პოკროვსკის მიმართულება, დონეცკის ფრონტზე, პოკროვსკისა და მირნოგრადის მიმართულებები. ნუ შეიძლება ეს პოკროვსკის მიმართულებად მოვიაზოთ, რადგან გვერდი-გვერდარი და რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ მეორედანაც უნდა გამოვიდნენ უკრაინული ჯარისკაცები, იმისათვის რათა ქვაბში არ მოყვნენ. ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ნისლმა დაახლოებით 2-3 დღეა გადამოად ნისლია და მე ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ფრონტზე არიან, მათგან ესე ვთქვათ მივიღე ესეთი ინფორმაცია, რომ ძალიან ესეთი მძიმე ნისლები ფიქსირდნენ ის დრონების გამოყენება. სადაც დრონების გამოყენება ჭირს, ისეთი ნისლი, როდესაც დრონს თუ ააფრენ პირობითად 30 მეტრზე, 40 მეტრზე ქვევით შეიძლება ვერაფერს ვერ ხედავდე და აი ამით სარგებლობენ რუსები. ხდება შემოჟონვა ჯარებისა და როდესაც 30 მეტრზე მაღლა ვერ წევ დრონს და გიწევს პირობითად 15-20 მეტრზე დრონებით ფრენა, სადაც ვერ დრონებით, თლიან პერიმეტრს ვერ ხედავ და როდესაც თლიანი პერიმეტრის ეს ხედვის კუთხე შეზღუდული გაქვს შესაბამისად, მათი შემოსვლის მასშტაბებსაც ვერ აკონტროლებთ. აქედან გამომდინარე ძალიან ჭირს ამ დროს შეტევების აღკვეთა იმ მხრივ რომ ხედვის კუთხე გაქვს დაშლილი. ამ მომენტისთვის მირნოგრადსა და პოკროვსკში მძიმე მდგომარეობაა, უკრაინელები პოკროვსკის შემოგარენში არიან, შეიძლება ესე ვთქვათ, შილო დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონებს ამაგრებენ. ჩართულია ჯავშან ტექნიკა, აი ამ რუსების მთავარი შეტევა აი ამ ისრიდან მიემართება აი ამ დასახლებისკენ გრიშინოსკენ, სწორედ გრიშინოს აი ამ საავტომობილო გზიდან ხორციელდება პოკროვსკის იმ ზონებში ლოგისტიკური უზრუნველყოფა, სადაც უკრაინელები დღეს იკავებენ პოზიციებს ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებში. მირნოგრადის სამხრეთ-დასავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ზონებიდან გამოვიდნენ უკრაინული ჯარისკაცები და ცენტრალურ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე ფიქსირდება შეტევები. ნუ მე ვფიქრობ, რომ პოკროვსკსა და მირნოგრადს რუსები მაინც დაიკავებენ, რა თქმა უნდა, თუმცა როდის მოხდება ეს ერთ კვირაში, თუ ერთი თვეც შეიძლება გახდეს. მანდ ეხა შენგედო გუშინ წინ ეგეთი ინფორმაცია, რომ ჩვენო ვემზადებითო კონჩეტებისთვის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს იფსო. იმისთვის რომ პირიქით ამ იმის ფონზე რომ რაღაცა მოლოდინი აქვს თუ აი შეიძლება კონჩეტება წარმოიქმნან, შეიძლება უბრალოდ გაიყვანონ ჩუმად რა. ეგ უფრო რეალისტური მგონია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მან ახლა კონჩეტება თან რუსეთის მხრიდან ზოგადად მაგ მიმართულებაზე 150,000-მდე, 140,000-150,000-მდე არის მობილიზებული და ხა მაგხელა ძალას შეუტიო და კონჩეტევაში იქ რაღაცას წარმატებას მიაღწიო რა ძალიან მეეჭობა, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი არიან რა იქიდან უკრაინელები რეალურად.
არ აყავთ ძალები, მაგრამ არაფერი არ გამოურიცხოთ პრინციპში. ეხლა როგორც აღნიშნე, უკრაინელებს მთელი ამ წლის განმავლობაში ეს რეფორმები რო ქონდათ სტრუქტურული, ეს პრაქტიკულად უკვე დასასრულს თითქმის ყველაფერი ჩამოყალიბდა და ასე ვთქვათ, ლაგდება. აი, ცოცხალი ძალის უფრო სამართლიან განაწილებასაც გაუხსნა ბოლო დროს ზელენსკიმ ძალიან, იმიტომ რომ ყველა ბრიგადას და ყველა კორპუსს რომ მიეწოდოს ის ცოცხალი ძალა, რაც სჭირდება იმისთვის, რომ არ კონდეთ დეფიციტი. ანუ ეს ეხა რაღაცეები რაც აი შიდა უკრაინული თემები რაც იყო გამოსასწორებელი რა მინუსების და ეს ჰქონდათ ნაკლოვანებები მართვაში და იმაში ამას იდეაში ახლა მალე გამოასწორებენ მაგრამ მომარაგებაში და შეერაღების მიწოდებაში და იმაში უკვე დამოკიდებული არიან დიდწილად უკვე დასავლურ დაფინანსებაზე და დასავლურ დახმარებაზე და მან ახლა როგორ უზრუნველყოფენ და რას იზამენ ნახოთ რა ხო, მეორე მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ ლოკაცია, სადაც იცი რა, ვთქვათ ისა იქიდან მენომლადიდან და პოპოსკიდან თუ გამოვიდნენ, ანუ მათ შორის გულიაპოლესში მძიმე ვითარება არის, იქიდან თუ გამოვიდნენ, ხო? თუ გამოვიდნენ, უნდა ითქვას, რომ არ მიეცეთ ასე ვთქვათ პანიკას, მზად უნდა ვიყოთ, რომ საკმაოდ დიდ შორმანძილზე დაიხევენ, იმიტომ რომ უკან რაღაცა ხელჩასაჭიდი რაღაცა პოზიციები ახლო-მახლო არ არის, სადაც გამაგდებიან, ანუ დიდზე მოუწევს საკმაოდ დახევა იმისთვის, რომ მომგებიან პოზიციებზე დაიხიონ და აქ შეიძლება ესეთი მედიურის რუსები განსაკუთრებით ამას შექმნიან და ამ ტრამპიც ხალხს შეუწყო, აი ნახე რამ ტერიტორიებს კარგავთ, მაგრამ რეალურად ეს მწიფდება, ეხა გასაგები არის, რომ თუ ეს ტერიტორია დაკარგეს, რაც შეიძლება უნდა გადაეწელათ და ისე, მაგრამ რაღაც მომენტში აი გარღვევასავით ის იქნება ეფექტი თითქოს რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი კონტროლდება, იმის თქმა მინდა არ იქნება რა, იცი რა, ამ ომის 4 წელი ასე მომდინარეობს და რუსებმა ერთხელაც ვერ მოახერხეს ქვაბში მოიქციათ უკრაინული რომელიც სკული გადაუღება და ახლა უკრაინის ამ ომში ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რომ ითქვას რომ უკრაინა ომობს თავდაცვითი სტრატეგიით უკრაინის გამარჯვება ამ ომში სწორედ არის აი ამ სტრატეგიაზე აგებული რომელიც გულისხმობს რუსეთისთვის ძალიან დიდი დანაკარგების მიყენებას გამოფიტვას ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით იმდენი ხანი უნდა გაიწელოს პროფიტად 2 წელი იქნება ეს თუ 3 წელი ან მე ვამბობ ზოგადი აღქმით როგორ უნდა მოხდეს უკრაინის გამარჯვება ასე რომ და ესე უნდა მოხდეს მე არ ველოდები რომ ფრონტის რომელიღაც უმართლებაზე უკრაინა დაგეგმავს რაღაცა დიდ გარღვევას და შეძლებს იმიტომ არ ველოდები რომ ამ ყველაფერს სჭირდება მნიშვნელოვანი უზრუნველყოფა საავიაციო კომპონენტში საავიაციო კომპონენტი ჯერ ის რაოდენობა უკრაინას არ აქვს რომელიც ხარდაჭერას მისცემს სახმელეთო ხო ეს შეუძლია ამერიკას, იცი რა, ევროპასაც შეუძლია თუ კონსოლიდირებულად დიდ ბეჭს, ანუ დიდ პარტიას გადასცემენ, იქნება ეს საფრენია ფიზიკურად ჩავშან ტექნიკა. აი ხა ჩვენ ის აღნიშნეთ ერთი თვენახევრის წინ იყო ეს ორი სახო პრეზენტაცია გეგმის რაც ვთქვათ დაიდო შეთანხმება მის შესახებ განზრახულობათა შესახებ შეთანხმება შვედებთან და ფრანგებთან რაფალების შეძენაზე 100 რაფალის და 150-160 მისი ხო რა ქვია გრიპენის ხო მაგრამ ეს არის მომავალზე გათვლილი ანუ ეს 5 წელი და მეტ ვატაზე არის გათვლილი და არა ეხლა რა ხო და ეხლა უასხლოეს პერიოდში ანუ ვისაც შეუძლია მასიურად ვთქვათ რაღაცა შედარებით ახალი მოდელის ერთესუნტები გადასცეს ეს ამერიკაა და ამერიკაში სამწუხაროდ ისეთი ადმინისტრაცია რომელიც ფულზეც კი საეჭვო ხო რა ფულზეც კი საეჭვოა მიცემს თუ არა თორე მაგრამ 3 წელი და 1 თვეც აღარ დარჩა ხო 3 წელი და ნახევარი თვე დარჩა ამ ადმინისტრაციას ეს იმ ვარიანტში თუ იქ რაღაც მომავალ წელს სენატში და კონგრესში არ მოხდა ცვლილებები და იმპიჩმენტი არ აღძრეს და ასე შემდეგ რა თუ ეს არ მოხდა ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციაში სავარაუდოდ რადიკალურად არაფერი არ შეიცვლება და 3 წელი უნდა გაძლონ რა ეგეთი თემაა რა ხო ანუ გულიაპოლესშიც მძიმე მდგომარეობა ეს არის ზაპოროჟიეს ფრონტი გულიაპოლეს თითქმის 50%-ზე მეტს რუსები აკონტროლებენ ამ მომენტისთვის თუმცა შეტევები ფიქსირდება იმ ზონებშიც კი რომელიც არის აი ინფოგრაფიკულ რუკაზე გაწითლებული
მექანიზირებული შეტევა სცადეს გუშინ უკრაინელებმა დანაკარგებიც მიიღეს, FPV გამკაცი დრონები გამოიყენეს რუსებმა ჩასაფრება მოუწყვეს მათ რამდენიმე ტექნიკას და ზოგი განადგურდა, ზოგი მწყობრიდან გამოვიდა, ასევე სამწუხაროდ ცოცხალ-ძალაშიც არის დანაკარგები, თუმცა როგორც ამბობენ, აი ამ მექანიზირებულმა გარღვევამ არც ასეულის დონის შეტევა იყო ალბათ, ხო? ხო, სავარაუდოდ ეგრე იქნებოდა. ნუ სადღაც შეჟონეს, რაღაც ტერიტორია დაიკავეს, აი ამ წითელ სექტორში, რომელიც Deep State ჯერ არ არის, ესე ვთქვათ, შეცვლილი, პერიოდში შეუცვლია. ხო, ჯერ კიდევ იქ იმდენად ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული იმ ზონების მაკონტროლებელი ვინ არის. ამიტომ შეიძლება ხვალანზე შეიცვალოს. ხო, თუმცა სიმართლე გითხრა, ეგ უკრაინელთა მხრიდან ერთგვარი საზღვარგარკვეთილი ნაბიჯი იყო რა, იმ თვალსაზრისით, რომ ანუ ეხლა ეგენი ეხლა ცდილობენ ამ კონშეტევებით რუსების წინსვლის შეფერხებას და არა ისე სავარაუდოდ ეხლა იმ პოკროვსკის არ იყოს გულაიპოლიდანაც გამოვლენ და უბრალოდ ვაზაზე ეხლა საუბარი რამდენ ხანში გამოვლენ ამას ეხლა უნდა ისი ასეთ რაღაცებს უკვე ისეთ შევხედოთ ხოლმე რა ანუ ყველაფერი იცვლება რაღაც ტერიტორიები რასაც კარგავენ გარკვეულ რუსულ დანაკარგებში და ეს დანაკარგები უკვალო არ არის შეიძლება ესე უცება არ ჩანს მაგრამ საბოლოო ჯამში აისახება მათ პირადი შემადგენლობის რაოდენობაზე, ტექნიკის მარაგებზეც და ეკონომიკაზე. იცი რა, ზუსტად აი ახლა სწორად აღნიშნე. პირველ მსოფლიო ომში რუსეთი 1916 წლის მერე ხო გამოვიდა და აი ამ მომენტამდე საკმაოდ ძალიან მაღალი ამ წარმატებით იბრძოდა და მოხდა ეკონომიკურად იქ შიგნით არეულობა დაიწყო, იქ რაღაც რევოლუციური პროცესებს ჩაეყარა პირველი საფუძვლები, პირველი არა, პირველი 1900 წლებში იყო, მაგრამ იმ მომენტისთვის პირველი და შემდგომ ეკონომიკური კოლაფსი მოყვა და ამას მოყვა შემდგომ ფრონტის სრული ჩამოშლა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა წინსვლა და საკმაოდ წარმატებულ პოზიციაში იმყოფებოდა. სწორედ ეს ემესახება მე უკრაინის ომი, რომ რაღაც ეტაპზე დადგება ის მომენტი, აი ამ განუზომლად დიდი დანაკარგების ფონზე და ეკონომიკური მძიმე რეალობის ფონზე, როსაც მოუწევს უკან დახევა. ეგ არის გამოფიტვის სტრატეგია და უბრალოდ გამოფიტვის სტრატეგიაში უკრაინა მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ იქნება მატერიალურად და ფინანსურად იქნება დასავლეთისგან. დასავლეთი ადრე იყო ევროპა პლუს აშშ პლუს კანადა, იაპონია და რაღაც მეტნაკლებად და ესა G7 მარტივად რო თქვათ. ეხლა არის მხოლოდ ევროპა პრაქტიკულად, აი ეს ერთი დიდი კოლოსი, რომელიც გვედგა, ასე ვთქვათ, ხარში ედგა უკრაინას, ამერიკა ამ წუთას არის რაღაც ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ერთადერთი რაც არის, რომ მაინც ყველაზე ძვირფას, რასაც ეხა ამერიკა აძლევს უკრაინას, ეს არის აი ამ სატელიტებიდან მიღებულ საინფორმაციო სადაზვერვო ინფორმაციას, ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ აგრეთვე შეუცვლელი ამ ეტაპზე ეს პეტრიოტის რაკეტები და ჰაიმარსის ამუნიცია, საარტილერიო 155 მმ-იანი ჭურვების პრინციპში, იმიტომ რომ რაოდენობაში მაინც იმაშობა, დანარჩენი ახლა სიმართლე გითხრა, არაფერი არ არის ისეთი. რასაც დაუშვათ იქ Starlink-ის გარდა და კიდე რაღაც ესეთი მწვრთნელების გარდა, რასაც თუ ფული ექნა უკრაინას დაფინანსება, აი 90 მილიარდი გამოუყვეს, ვიცით ორი კვირის წინ. მაგრამ მე არ არის საკმარისი, მეტი ჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ მოძლიერდეს. ეგ არის მინიმალური პაკეტი, ასე ვთქვა და მათ აი კიდე უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ რუსული გაყინული აქტივებისგან დიდი სესხის გამოყოფის თაობაზე. და დიდი ფულით რა, ბოლო-ბოლო შეიძლება ისრაელიდან, კორეიდან, სამხრეთ კორეიდან, თურქეთიდან და მე თუ მკითხავ, ჩინეთიც კი მიყიდით მაგათ იარაღს რა, ფული თუ დაანახე, ანუ რავი, ხა ჩინეთი ყოველ შემთხვევაში მაგის გამო სანქციების ქვეშ არ აი ამ კომენტარზე პრორუსები. ხო, არა. აი რიმე. კი, ახლა უკრაინას ცდილობს რომ რამენერად აი ამ ჩინეთის და აშშ-ის დაპირისპირების გამო რაღაცნაირად აი მაქსიმალურად დაუმციროს და ბრალით დადოს იმას ჩინეთს, მაგრამ ფაქტია რომ ამ FPV დრონები მილიონობით რო იხარჯება და რომელიც ძირითადი ფაქტორია რუსეთის ასე ვთქვათ ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების დღეს ბრძოლის ველზე ამ FPV დრონების უმეტესობა არის ჩინურ made in China რა. ხო და ახლა იმ ორივე მხარეს აქვს ჩინეთი, ოღონდ ისიც ფაქტია, რომ სანქციების ეშინია იმდენად, რომ პრინციპში აი ღიად სუფთა სამხედრო შეერაღებას ღიად
არ აწვდის მაგალითად артиლერიას, ტანკებს და ამ შემდეგ ჩინურს არ აწვდის შეიძლება მესამე ქვეყნიდან იქ რაღაცა ჩრდილო კორეიდან საიდანაც შედის რაღაცა ჩინური, მაგრამ ღიად რომ მასიურად არ აწვდის ფაქტია რა. ხო და ერიდება ამ მეორად სანქციებს და სხვა შორის ახლა იცი აი მშვიდობის დამყარების თემაში რა კიდე რატო არის ეს ყველაზე მეტად შეიძლება მაგიტომაც არის სახიფათო რა პაუზა და ყველაფერი რაც ჩვენ თქვით ზოგჯერ არგუმენტი იმაზე მეტად საფრთხილო შეიძლება ისიც არის რომ აი თუ ეს შედგა ეს რაღაცა დილი ხო რომ რუსებს დაუწყებენ მოხსნას სანქციების და მათ შორის ხო, მათ შორის ყველაზე სახიფათო მე რაც მიმაჩნდა, რომ მაგალითად ჩინეთს მოუხსნან იმაზე სანქციები, ჩინეთს კი არა, რუსეთს მოუხსნან ისეთ სანქციები, რომლებიც მისთვის იარაღის მიმყიდვა თქვათ ჩინეთს ამ ვიღაცას რაღაცა იმას აძლევს, რაღაცა მეორადი სანქციებს უწესებს და ამითი ზღუდავს. ეხლა თუ მაგითი გაუხსნეს ხელი და ჩარხები მიაწოდეს იგივე მეტი საარტილერიო და სატანკო ჭურვების ლულების დასამზადებლად იქ რაღაცა სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომელიც რუსეთს ჭირდება რომ შეიტანოს რა, რამდენადაც ეს არ უნდა ჟღერდეს ხო ჩინეთიდან ეგეთი დახმარება უფრო ჭირდება. ეგენი თუ მიიღო, იგივე ის 2000 ტანკი ინდოეთიდან თუ შეიტანა და ამ შემდეგ, მე უბრალოდ ეგ ნიშნავს რომ აი რაღაცა რო იხჩობა ახლა უკვე და ამოწურვის ბევრი რაღაცეები, რესურსები ამოწურვის ზღვარზიათ, აი თავიდან შეუსო და საშუალება მისცა რომ გააგრძელოს კიდე კითხავს განსაზღვრელი რაოდენობით და მართლაც მერე ევროპას და აღმოსავლეთ ევროპას და სხვა ქვეყნებს დაემუქრეს. ანუ რატო უნდა მიცი ამის საშუალება თუ რაღაცა ის არ ახარ მასთან ვალში თუ რა ვიცი როგორც არის არ ვიცი მას мотиваციის ამბები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ვითარებაა რა. მოკლედ, მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, ვეცადეთ მეტად თუ ნაკლებად შეგვეფასებინა ეს მიმდინარე წელი. რაღაცები გამოგვჩა, რა თქმა უნდა, ამ წელს ისეთი ამბებიც მოხდა, რომელიც დღეს ჩვენ არ გვხსენებია და შეიძლება საჭიროებდა რაღაც გარკვეულ ხსენებას. თუმცა მე ასე თუ ისე ჩემი აზრით ამოვწურეთ რა მიმდინარე წელი. იცი რა მე მინდოდა ცოტა გვესაუბრა მომავალი წელის პროგნოზებზეც, მაგრამ კარგი, ანუ უბრალოდ მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს ასე ცხალი წარმატებები უსურვოთ. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ. საქართველოს, უკრაინას, თავისუფალი სამყაროს ასე თქვათ კომაგებს და რავი გამარჯვებები უსურვოთ მომავალ წელს. ჩვენს 161,000-ზე მეტ გამომწერს. რთული ვითარებაა მომავალ წელსაც ველით რომ საკმაოდ რთული წელი იქნება, მაგრამ აი ესეთი პესიმისტური ნამდვილად არა გვაქვს, არის ბევრი რაღაც ფაქტორი, რომელმაც განაპირობებს, რომ საკმაოდ წინა წელზე უკეთესი იყოს. ყოველ შემთხვევაში მომავალ წელს არაფერი არ დასრულდება, აი ესე რომ რაღაც დიდი გამარჯვება მოხდეს, ეგეთი არ მოხდება, მაგას ნამდვილად არ ვიგებ, მაგრამ რაც კაფეოდ ვნახეთ ის არის, რომ ეს კარუსელები გაგრძელდება, ნერვიულობებიც იქნება, ტრამპი სიგიჟეებს აუცილებლად იტყვის, შეიძლება განახორციელოს ქმედითად აქციოს უკვე მისი ეს wording-ი. და პუტინთან თანამშრომლობა უკვე უფრო გამოხატულების დონეზე იყოს ასახული. სამწუხაროა ეს, როცა თავისუფლების მთავარი სიმბოლო ამ მდგომარეობაშია პუტინის სპეცწარმომადგენლის ტრამპის ფონზე. თუმცა, არა უშავს, მთავარია მოცემულობა იყოს იმგვარად, რომ დასავლეთი, ანუ ევროპა ამ შემთხვევაში უკრაინის გვერდით იყოს მინიმუმ ისე, როგორც დღეს დგას და მე დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ხალხი თავიანთ აი ამ სიამაყეს, თავიანთ გმირობას არ დათმობენ და გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებამდე, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ მძიმე ტვირთი ახლავს ამ ყველაფერსთან, თუმცა მათ სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ. თქვენ კი მეგობრებო, მრავალ დამდეგს გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერად იყავით და რა ვიცი 2026 წელი ყოფილიყოს გამარჯვების და თავისუფლების. იქნება უკეთესი წელი იქნება ვიდრე 25-ია. მადლობა, კარგად ვანდავრებით.